გვიყურეს და ჩვენ ჩაცმულობაზეც იზრუნეს მე-20 ეპიზოდში. აი ესეთი ზიზია მაისურები გვაცვია. შენ გაქვს კომპლექსი თმის ცოტა შემელოდებული რა ხარ? ზოთხარ? კი. აი ვერ თქვი. გამარჯობა. მუსკულებია YouTube-ზე ოჯახური პოდკასტი. გიორგი, გვანცა. როგორ ახარ? კარგი. ეს ძალიან მეტყობა თავზე. ვიცი ეგ უნდა გეთქო, ხო ის? მივხვდი რომ ეგ უნდა გეთქო. მოგვიყევი ორი სიტყვით აბა, რა დაგემართა. უბრალოდ მაყურებელს მოუყვე. აუცილებელია რომ მოუყვე? კი. შუბლი ხარ მიპრიალებს. არა. კარგად ჩანს ეს, იცი? კი. არა, ისეც კარგად ჩანს ძალიან. არაფერი ისეთი რაღაცა დამივარდა, უცებ დავიხარე და ტუმბოზე იდო შუშის ბოთლი და ჩამოვარტყი თავი. როგორც ხდება ყოველდღიურობაში რა. ეგრე ხდება ყოველდღიურობაში. ხო, ისე ჩამოვარტყი, მის თავსახური ჩავჭყრიტე. შუშის ბოთლის წყლის ბოთლი ესეთი და რკინის თავსახურით და. ხა უცებ მომადგა. ჩამოვარტყი. ენაზე რაღაცა და თქვა. შენ გიცინი, მაგრამ მე ძალიან მეტკინა. რა მიდი. ძვლიშვანური თავი გაქვს. შეიძლება. ეგეც რისიბრალია? მოკეთ სუდამცინის გიორგი, ეხს ჩვენი მაყურებლისთვის ვამბობ რა, სუდამცინის გიორო ძალიან ეს ხარო მუქნელი თუ რა ქვია, კლამზი როგორ ითარგმნება. ხო, კი ბატონო. ხო და გასასვლელში შემოსასვლელში გვიდგას კარა და ფეხსაცმელი. აქედან გასასვლელია. სწორი იყავი. შემოსასვლელში გვიდგას კარა და ფეხსაცმელი და არასდროს არ უჯდები და ისე არ ვიცვამ ფეხსაცმელს. ყოველთვის ფეხსად გავ და ვწვალობ და ეს წვალებით ვიცვამ ფეხსაცმელს და სულ ეშინია გეს რომ თავი არ ჩამოვარტყა ამ კარას. ხო, ფეხსაცმელს გამოს ძალიან ესე უცებ იხრება ხოლმე და ისეთ ადგილას დგება. ერთ დღეს შევხედე და ვხედავ ეს ბავშვებისთვის რომ ამაგრებენ ხოლმე კუთხეებზე, ტემუდან გამოვწერია და კუთხეზე დავამაგრებია რომ თუ ჩამოვარტყავ არ გავიტეხო მაინც. ხო, ის გადანაწილდეს და ესე ერთ ადგილას არ მოხვდეს, არ გაიჭრას. ხო, ესეთი სახით დამცინა და ზუსტად იმ დღეს როცა ეს გააკეთა თვითონ დაემართა. აბა. ჩემს მოუქნელობაზე ეს რა ქვია, ლეგენდები დადის. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი არ დაგავწყეთ. მომაყოლე რაღაცა დავიწყე რაღაცა ეს თქო. მეთქი მორჩი. არა. არ იყო ეგ დაწყება, წინა და ესე არ იწყება ისტორია. ეგ დაწყება არ გამიგია და მაგიტო ვერ მივხვდი. ანუ ჩემს მოუქნელობაზე ლეგენდები დადის და ვაგრძელებ ანუ ისტორიას. ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, კბილის ექიმთან მივედი რა. და ამ კბილის ექიმთან ანუ რამდენიმე ვიზიტი მიწევდა, იმიტომ რომ დამეფშნა ერთი კბილი და ხდება ხოლმე. ხო, და ეს უნდა აეშენებინათ, ანუ ხელოვნურად რა, როგორც ხდება ხოლმე მოკლედ, რა, რაღაც 3 ვიზიტი მიწევდა და ყოველ მისვლაზე ამ ჩემი ექიმის კაბინეტს ვარბევდი რა. შევიდოდი რაღაცას გავარტყავდი, ხას გადმოუყრიდი. იქ დაჯდომისას ხო რაღაცები არის, ესე გინათებს აქ რაღაცა არის, ამას ავარტყავდი, ხას გადმოუყრიდი, იმას თავს ავარტყავდი, მოკლედ. და ნუ აი ყოველ ვიზიტზე რაღაცა ისე შვებოდა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, მაგრამ აი რაღაცას მაინც ურტყავდი და ბოლო ვიზიტზე რომ მივედი, აი ყველაფერი გაწმენდილი ქონდა, არაფერი არ ეწყო იმაზე, რომ არ გამწამეკრა რაღაცა ჩანთა არ წამომდებოდა და არ გადმომეყარა რაღაცები, რომ ვჯდებოდი ესე მოიცავ ერთ წუთი, რომ გამოწია ეს სავისი ხელსაწყოები, ეს გადაწია, რომ თავი არ მიმერტყა და დავწექი და ანუ შესვლა ისე მოხდა, რომ არანაირი ინციდენტის ადგილი არ ქონია. და რომ დავამთავრეთ ეს პროცედურა და ბოლო არის და ნუ ჰქონია, რომ ისე ჩაიარა რა ექსესების გარეშე და ფეხთან იყო რაღაცა ესე. ყველაფერი ხო ესე არის რაღაცა, ესე იწევა აქედან იქიდან და ესე და ეს გამომიწია, ეს გადაწია და ვდგები და ფეხი ავარტყი და გადავყარე ყველა. ხო და მე ბოლოს მითხრა რომ ისე დამირბიეო კაბინეტიო რომ შენთვის ორმაგი უნდა გადამეხდე. ესეთი ისტორიები მაქვს. ერთხელ ვიდექი და ისე წავიქეცი. ანუ რაღაცნაირად აი ხა ესე ვერ
აღუწერ, ანუ რაღაცნაირად დგები ხოლმე რა ვიდექი, ფეხი ერთი ფეხი უკან მქონდა ესე, აი რაღაცა უცნაურად ვიდექი მოკლედ და ნაბიჯის გადადგმა რომ დავაპირე, ჩემვე ფეხს წამოვდა ფეხი და წავიქეცი. არა, ეს კითხვა მომაფიქრდა, ეგეთი ისტორიები ხომ მოგვიყვნენ ჩვენმა მაყურებლებმაც აპენელ კომენტარში. შეიძლება. კარგი იქნება. მოულოდნელი, მაგრამ რაღაცა მეცნობა, რაღაცა ხო რქონია ეგეთი. მე შეგიმთხვათ. შეიძლება გქონდა, აღარ მოგყვე მე-20 ეპიზოდია და აღარ მახსოვს. ხო და მოგეთ, იყოს ეგ შეკითხვა? იყოს. აი მოგვიყევით ყველაზე უცნაურ ვითარებაში მიგიღია ტრავმა. ხო. ან სასაცილო. თქვენი დაუდევრობიდან გამომდინარე. ისედაც თქვენი გამო შეიძლება არ იყო, მაგრამ მოგეთ, უცნაურ ვითარებაში მიღებული ტრავმების შესახებ მოგვიხდეთ ტრავმების ან რაღაც ინციდენტების. ხო. იმას ვამბობდი, გამოიწერეთ თუ თქვი, პატრიონზე ხარ დამჭერებს, ძალიან დიდი მადლობა, QR კოდი ამონათდება და უღრმესი მადლობა. და მე-20 ეს არის ეპიზოდი უკვე. საიუბილეო. და გვიყურეს და ჩვენ ჩაცმულობაზეც იზრუნეს მე-20 ეპიზოდში. აი ესეთი ზიზია მაისურები გვაცვია. ძალიან მაგარი ხარისხით. დავთქი, გამოგვიგზავნა ახალი ბრენდია ტანსაცმლის. გამოგვიგზავნა საჩუქრად ძალიან კარგი. ძალიან კარგეს. აი ეგ დებილი სიტყვა უნდა მეთქვა. ძალიან კარგი ხარისხის იტალიური ქსოვილია. ძალიან კარგი ხარისხის მაისურები, oversized. ხელით შეკერილია სხვათა შორის. ხელით შეკერილი. აქ არის ეს ლოგო უკანაც აქვს ლოგოები, არის ამოქარგული, რაც ძალიან კაი არ არის დაპრინტული და ესეთი არა ხარისხი იგრძნობა და ძალიან სასიამოვნო ხარ მაცვია. დეტალები ამოვანათოთ, გადაღებული გვაქვს. ესეთია მე რო ხო, სადამ ამას ვილაპარაკებთ და ედება ხო. unboxing-ი. კი და ესეთი ინაჭერია მე რომ მყავს აი ბილი რაღაცნაირად რო გაცვია და სიამოვნებს. ხო, აი წონას ვერ იგრძნობ კი არა, არ ვიცი რა ქვია მაგას. ხო, არის შავი, კრემის ფერი ქვია მას? ხო, ანუ არ ვიცი ხა თუ როგორ აღიქმება იქ შეიძლება კამერა ავტომატურზე გოგდახანებული და ძალიან როგორ თეთრი არ არის, აი ფითქინა თეთრი არ არის, რაღაცა კრემის ფერია. სხვა ფერებიც აქვთ. ეს ანუ ხაზი გაუსვათ, პრინტი არ არის, არის ამოქარგული. თქვი ეგ ხო? ხო, და ძალიან ესეთი დეტალებზე ნაფიქრი არის, ვიდეო რო დაედება იქაც ნახავთ. აქაც ამოქარგულია და ის მაისუროს ეტიკეტი აქ ისევ ჩხაპნის და კაწრავს, ეგეც არა აქვს. არ არის ხო? მოჭრა ახალ მაისურს ვაყიდებ ხოლმე 10 წუთი მე მჭირდება იმის მოჭრა ისე რომ იმიტომ ბევრი მაისური დამიზიანებია ახალ ნაყიდი უკან ესე ნახრეთი გამიკეთებია მაგრატლით. ხო. მოკლედ ინსპირაცია არის Daft Punk-ი. Daft Punk-ი. კი ბატონო. Daft-ი ქვია ამას და აქ პატარა იმას წავიკითხავ ეს დევს ხოლმე, ხო, ლამაზ თავის ყუთში და თავისი ლამაზი შეფუთვით არის ხოლმე. ხო, და კიდე თავი არ გამოგჩეს. ხო. აღწერაში მითითებული იქნება Instagram-ის ლინკი, საჭეგლი გადახვიდეთ, შევუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ზომა. მაგას მე ვიტყვი, რა გიხოთ? არა, კაი, არ ვამბობ, მაგრამ ეგ შენ თქვი, არის შარულებიც არის, მოკლედ გადახვდეთ და ათვალიერეთ ყველაფერს და აი თქვი შენ წერა. აი სულ მინდოდა მე თქვა, აი ერთი რაც მშურდა ხოლმე ეგ იყო, პრომოკოდი, როგორ მინდოდა, იცი, ჩემი პრომოკოდით ვინმეს რომ ეღი. ცხოვრებაში პირველად. ხო და ჩვენი პრომოკოდით მუსკულები შეგიძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ეს მშვენიერი ტანსაცმელი. კი ბატონო. კიდევ გამოდის სხვა ფერებიც, ანუ ჯერ ეს ფერები არის, მწვანე იქნება, შარულები კიდე დაემატება, მოკლედ ახალი შექმნილი არის ეს ბრენდი. და მართლა კარგი ხარისხია. აი ხა შეამონებს რა მოწვია. ხო. და ამას წავიკითხავ. რაც წერია აქ. რაც წავიკითხო ხო მომწონს. ბარათი მოყვა. ხო. Daft-ი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ გზას თავად ქმნის. ჩვენ გვჯერა რომ სტილი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვიცვამთ, ეს არის ის, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ მოძრავთ და როგორ ვარსებობთ სამყაროში. Daft-ი ნიშნავს თავისუფალ აზროვნებას, გამბედაობას, ხოლო ეს კი არის გასაღები, სიმბოლო იმ შინაგანი ძალის, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს, რათა იპოვოს საკუთარი რიტმი და საკუთარი იდენტობა. ჩვენთვის ტანსაცმელი არის ხასიათის გაგრძელება, ფორმა, ტექსტურა და დეტალი ერთად ქმნის ისტორიას, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. Daft-ი არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს არის შეგრძნება, რომ შეგიძლია იყო ისეთი, როგორც ხარ, თავისუფალი, ძლიერი და ავთენტური. იპოვე შენი რიტმი, იპოვე შენი გასაღები. კი ბატონო.
ესეთი ლამაზი. ხო, ვიზუალითაც გამოირჩევა ფორმით ასაცმელი. კი, სხვანაირი, ანუ სტანდარტული ესეთი მაისური არ არის რა, რაღაცა ესეთი. ერთი ფრაზა იყო, მითხრა როგორ იყო? ჩვენ გვჯერა რომ სტილი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვიცვამთ, ეს არის ის თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ მოძრაობთ და როგორ ვარსებობთ სამყაროში. რატო არის, რომ აი ზოგ ადამიანს აქვს გამახვილებული ამაზე ყურადღება? ხო. და მნიშვნელოვანია და ზოგისთვის არა. აი ვიცი ადამიანი მეგობრებში წავს რომ აი რაც ხელში მოხვდება ისაცვია რაც მაღაზიაში პირველი შევადახდება თავის ზომა იმას ხედავს არ აქცევს ყურადღებას რაცვია ერთმანეთს უხდება თუ არა და ასე შემდეგ ჩვენ ვაქცევთ მაგას ყურადღებას ვიღაცები მეტად აქცევს ვიღაცებისთვის ის არის ანუ ყველას თავისი საზომი აქვს როგორ აქცევს ყურადღებას და საიდან მოდის ეს ალბათ მე მგონია რომ ისინი ვინც ამბობენ რომ შევდივარ და პირველი რაც ხდება თვალში მას ვყიდულობ ეგეც ალბათ რაღაცა პატარა სიზარმაცის მომენტია რომ ნუ ეზარება რაღაც დრო დაუთმოს ამას ხო მაგრამ რა იქცევს ყურადღებას ეგრე ხო არ არის მართლა პირველ საკითხზე რაც კიდია რომ იმას იღებ ანუ რაღაცას ხო მოავლებ თვალს და იმ მომენტში რაღაცა იქცევს შენს ყურადღებას და სინამდვილეში იმათაც აქვთ რაღაცა კრიტერიუმები რითიც აფასებენ და რითიც ხო ანუ აი უმეტეს შემთხვევაში კრიტერიუმი კომფორტულია თუ არა ძალიან ძვირი არ ღირდეს და რაღაცა ეგეთი ხარისხი ანუ ვიზუალს ასე ვთქვათ არ აქცევენ ყურადღებას იმდენს რა აი ვთქვათ რაღაც ფერები ერთმანეთზე მიდის თუ არა და ასე შემდეგ აი რაღაცა მე და შენ მაგალითად ბევრი დრო დაგვიხარჯავს რაღაცის ყიდვისას ბოტას ვყიდულობ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობ აქედან უყურებ ანუ ყოფილა ისეც რომ დამინახავს და აი რომ მეყიდია მაგრამ ეს იმიტომ რომ მანამდე ვიცოდი რომ ეგეთი სტილი მომწონა დაახლოებით მაგრამ აი მაგას მნიშვნელობას ვანიჭებთ რა გვაცვია და როგორ გამოიყურებით ეს იმას ანიშნავს რომ ყოველთვის უბრალოდ ისე მაცვია ხანდახან მაღაზიაში შეიძლება ჩავიდე ისე რომ არც შევხედო რა მაცვია მაგრამ აი ხანდახან აქცევ მაგას ყურადღებას რა აი სპორტ დარბაზშიც კი რომ მიდიხარ ცდილობ რაღაცას შევუხამო და რაღაცა ისე არ გეცვას არა რა მნიშვნელობა აქვს რომ ვარჯიშობ რა გაცვია და საერთოდ შეიძლება საერთოდ რესტორანში ამჩნევს რა გაცვია და ასე შემდეგ მაგრამ ხანდახან იმაზე მე დროს ხარჯავთ ვიდრე საჭიროა ხო ეგ ალბათ გადამეტებულია ეგრე არ უნდა იყოს მაგრამ მაინც ანუ შენი თავის კმაყოფილებისთვის რა შენ რო შენს სხეულში იგრძნო თავი კომფორტულად ხო შეიძლება ვიღაცისთვის საერთოდ არაკეთებდე მაგას და ვიღაცას რომ მოეწონო მაგისთვის არაკეთებდე და უბრალოდ არა მაგისთვის არა მაგრამ ანუ შენ წარმოდგენაში აი მაგალითად ეს მაისური ხო ეხა ეს oversize რო არის და აქამდე რო არის ეს მე მიყვარს ესეთი მაისურები აი აქამდე რო იყოს მკლავი ხო არა კომფორტულად იქნება რა მნიშვნელობა აქვს ეხა სინამდვილეში აქამდეა თუ აქამდე მაგრამ აი შევწუხდებოდი და ისე იქნება დისკომფორტი იქნება ეგ რო ის არის გემოვნება არის უბრალოდ რა ეხა ვიღაცისთვის ვისთვისაც თუ კომპლექსები არის და ქაჯობა არის შეიძლება მაგრამ იცი რა ვიღაცისთვის და უსაქმურები დროს რო უკარგავთ და დროს ხარჯა მაგას კი ბატონო ვიღაცისთვის შეიძლება აი ეს სტანსაცმელი არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ რაღაცა სხვა იქნება რაც შენთვის არ არის მნიშვნელოვანი ხო ხო და ეს ინდივიდუალურია არა ეგრეა კაცო მაგას კი არ მომფიქრე ხო ვიღაცა შეიძლება მარტო იმას აიჭებდეს როგორი მანქანა ყავს და მარტო ეგ აინტერესებს რომ დეტალი იდეალურად იყოს და ჩაცმა საერთოდ არ აქცევდეს ყურადღებას თვითონ რაღაცია ვიღაცას საათები მოწონს მარტო და ასე შემდეგ რა ხო და ნუ ალბათ არ ვიცი უბრალოდ ის არის ეგეც აი იმას კი რომ გემოვნებით გვაცვია ანუ უბრალოდ ჩვენ როგორი სტილიც მოგწონს მაგაზე ბევრი დროს ხარჯავთ რომ მასე გამოიყურებოდეთ ჩვენი წარმოდგენით უი სხვადასხვა ხო შეიძლება ესეთ ზოგად გემოვნების კრიტერიუმებს შევჯდებოდეთ მაგაზე გამახსენდა ერთმა კომენტარი დაგვიწერა ერთ-ერთმა მაყურებელმა დაგვცინა ასე ვთქვათ რომ ორი ძალიან ჩვეულებრივად ჩაცმული ტიპი აკრიტიკებსო ის რა დაჯილდოებაზე რა ეცვა ვარსკვლავის არა კაც რო ის ეცვა ტყავის კორსეტი რო ეცვა თუ რა ეცვა არ მაინტერესებს არანაირ გემოვნებაში არ ჯდება ეგ იყო რამდენიმე მე ძალიან სულელურად გამოიყურებოდა კი მან სექსიზმშიც დაგვადანაშაულეს ქალს რო ეცვა იმიტომ გააკრიტიკეთ თორე აბაო ყველაფერში დამნაშავეები ვართ მოკლედ დავთქი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიხარია ცოტა უკვე რომ ჩვენ ჩაცმულობაზე რაღაცა ზრუნავს უკვე რაღაცა სოლიდურობა გემატება ამით კი და მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ეს არის ხელით შეკერილი და ძალიან კომფორტული და რბილი და სასიამოვნო ნაჭერია და მოკლედ დავთვალიერეთ ნახეთ იქნებ თქვენს მოგეწონოთ ვისაც სპორტულად ჩაცმა და კომფორტულად ჩაცმა უყვარს იმისთვის რა ვიცი ისეთ გამოჭრილი ხო აი ჩემი სტილი ეგ არის რა სპორტული ოღონდ ხანდახან არის ახლა რაღაცა
შეიძლება საქმიან შეხვედრაზე რაღაცა ეწახვიდე და მართლა სპორტული შარვლით მიშვლად ეხავდეს. თუმცა ისეთ შარვლები მიყვარს და ამასაც ესეთი აქვს, რომ თან ნაჭერია, თან განიერია რაღაცა. ხო. დაჯდები იმაზე არ უნდა ენერგიულო. რაღაც არ შეგეკვეთოს შარვალი ადგილას და თავისუფალი სტილი მიყვარს რა. ხო, ეხა გამახსენდა მაგაზე, ქორწილში ვიყავით რა. და მე მეცვა აბრეშუმის კაბა. მოყოლილი ხო არ მაქვს? რა ვიცი. აბრეშუმიანი 2000 დოლარიანი კაბა იყო. აბრეშუმის კაბა მეცვა, სხვათა შორის ერთ-ერთი ქართული დიზაინერის იყო, ძალიან ლამაზი კაბებს კერავენ და მოკლედ ეს კაბა თვითონ აბრეშუმი გეცოდინებათ რომ ისეთი ნაჭერია რომ აი ყველაფერი ეტყობა რა აი მე არ ვიცოდი აქამდე აბრეშუმის არაფერი მქონია აბრეშუმის ჭარვალი წყლის წვეთიც კი აი წყლის წვეთი თუ მიეწვეთა ეს ლაქებად რჩება ესე რა მე ის თლიანად უნდა გარეცხო რომ ისევ ერთ ფერზე დაჯდეს და ნუ აი მთელი ამ ქორწილის განმავლობაში როგორ ვფრთხილდებოდი და აი როგორ ვვლიდი რომ აი ერთი წამით და აი საპირფარეშოში მეგონი მოყოლილი გააკრო საპირფარეშოში შევდიოდი აი ესე ვიბანდი ხელებს რომ წყალი არ მიმსხვოდა და ნუ აი ესე გაფრთხილებით დავჯექი სუფრასთან ჩაიარა ნახევარმა იმან ღონისძიებამაც და უფრო მეტმას ბოლოსკენ იყავით კი და უკვე აი მოვდუნდი და უცებ ხელი ჩამოვდე ესე მაგიდაზე და ეს მაგიდა აყირავდა თლიანად. კი არ აყირავდა. შენ სადაც ფეხი ჩატყდა, ანუ შენსკენ დაყი, ანუ ესე კი არ აყირავდა. დავარდა და შენსკენ ხო, ნუ რა აქ მნიშვნელობა ეხა მაგას დაიხარა მოკლედ და ანუ რაც კი ეწყო საჭმელი. ხო, საჭმელი, სასმელი, ყველაფერი გადამესხა და გადამეყარა. ლიმონათი და ამ კაბაზე. ლიმონათი ბაჟი და ტყემალი. კი. და ეს აღვინო. კი. ხო და ესე ლამაზად დავასრულე ის დღე. მერე კოქტეილი გამომიგზავნეს ბოდიშის მოხდის ნიშნით. ხო, ანუ იმიტომ რომ შენი ბრალი არ იყო, მაგიდის ბრალი იყო, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ხო. კარგი, რა გვაქვს დღევანდელი თემა? ქართველმა აიღო ოქროს медаლი ევროპის ჩემპიონატზე. ეს ახლა ცოტა ხის წინ რა ნახულობდი. ძალოსნობაში. კონკრეტულად ატაცში. ეს დისციპლინა ქვია, ხო? ჩემი ფავორიტი არის. და გოდერძი ბერდელიძე ატაცში, ანუ ევროპის ჩემპიონი გახდა 60 კილო კატეგორიაში. და აწია 125 კილო, თუ არ ვცდები. შენი წონისა რაღაცა ფაჩუნი იყო და ალფი ხორა ფუჭებს რამეს. არა, აგერ არის ალფი. მაგარ შედეგია. გილოცავთ და მეორე ქართველმა ბრინჯაო მოიპოვა. წონა? იგივე წონაში. ანუ შენი წონის ადამიანმა დაახლოებით. ჩემი წონი ხო? რამდენი აწია ხო არ წერია? 125 აწია ამან. ატაცი თან წარმოიდგინე, ყველაზე რთულია. შენ ამდე საკეთებ? ატაც? მე ატაც ვაკეთებ 30 კილო. ანუ 4 მაგდენი გააკეთა. აბა. შენ ამდე საკეთებ? 125 ხო? ხო, ატაც რამდენი საკეთებ? არ ვიცი, რამდენი გავაკეთე? 50 მე მგონი. ხო, მაგრამ ეგ არის თულება ესე ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით სეტში, ანუ ბევრი გამეორებით და ხო მაქსიმუმი რო გააკეთო, ბევრი გამეორებას ვერ იზამ. არა, შენ ანუ შენ 30-ზე მეც აწევ. ალბათ, ხო. ხო, ერთხელ. უბრალოდ ატაცი ყველაზე რთული არის, ანუ იცის ყველამ, ხო, ალბათ. პირდაპირ რო ხო. აგაქ რა. კარგია. ქართული სპორტსმენების წარმატება. ჭიდაობაშიც ძიუდოშიც იყო წარმატებები მე მგონი. თუშიშვილი მე მგონი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ხო, ეგ არ ვიცოდი. კი, დანარჩენების შედეგები არ ვიცი სამწუხაროდ. დროს უყურებდი კვარას ფინტს. ლიონთან გააკეთა მე მგონი. აი, მარცრემლები მომასკა რომ უყურებდი, აი. რა ნორმალური რაღაცა. ანუ მარტო ეგ არის კალაბურთის პინტი არის და ხელით არის ძნელი მაგის გაკეთება, ესე რომ მოტრიალდე თან ბურთი აქვს, ანუ ცვლიო შეხვდა პირისპირ და მოტრიალდე ბურთი. გააგრძელო დრიბლინგი, მაგას ძნელია ხელი. ხო, და ამ ფეხით გააკეთა. ანუ აი, არ ვიცი მარტო აი მასთან ბურთი. ძალიან მაგარი იყო. კი, კვარა არის, ის არის ვინტაჟური თან ძალიან. კი. რობოტი მტვერსასრუტი გაგვიფუჭდა. ეგეც არის ხო. ვიღაცა იტყვის ალბათ, რომ აი მტვერსასრუტს უყიდულობ, რა თქმა უნდა გაწმენდა ჭირდება და როგორ არ უნდა იცოდე რაღაცა. ვწმენდით, ანუ ყოველი დასუფთავების შემდეგ კი ვაცლიდით იმას თმებს, რაღაცას ალფის პირობებში. ხო, ფილტრების გაწმენდა, კეჩვების გაწმენდა.
ყველაფერს უვლიდით და თურმე 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა მიიტანო ცენტრში და იქ საფუძვლიანად გაგიწმინდონ. უნდა დაშალონ უკვე ისე როგორ უნდა გაწმინდონ. ოღონდ ეს 6 თვეში ერთხელ თუ ჟინა ურწყაველი ყავს. ხო. ისე წელიწადში ერთხელ. ხო. ეგ არ ვიცოდით. წელიწად ნახევარია ვაბღუილებთ ესა. ვირივით ვამუშავეთ. ხო და ანუ თუ ცენტრში ჭირდებოდა მიიტანა და იქ გაწმინდონ ხოლმე, ეგ არ ვიცოდით და იქ გითხრეს რომ სანდახარ თუ აქამდე შეგინთო. ისეთი ხმა აქვს, ანუ ხმით დაუსვეს დიაგნოზი, ალბათ კულერში ვარიო, ახალი კატა უკვე შეგინთო და ერთი თლიანი კატა გამოვა ალბათ იმ ბეწვებით და ხო კატა ვახსენეთ და ой, ხო. შენი ბრალია რო გაფუჭდა. რობოტი შესასრულო. რა არის? წუწუნებს, მოდი. მოდი. მოხდა ჩემთან. წავიდა. კუდი ჩანს. ეს ვიგენივით. დაჯექი მანდ. ხო, მოკლედ ესეთი ის მოგვივიდა, მარცხი მოგვივიდა რობოტ შესასრულთან დაკავშირებით რა. ხო, ჩვენი გვადაუპე ხა ცენტრშია და უნდა დაგვირეკო. ხო, და საავადმყოფოში ყავს. როიცოდეთ გაითვალისწინეთ თქვენს ესეთი მარცხი არ მოგივიდეთ ჩვენნაირი, იმიტომ რომ ჩვენ რო ყიდულობდით, ზუსტად ალფის სანამ მოვიყვანდით, მანამდე გადავწყვიტეთ ამ რობოტ შესასრულის ყიდვა, რომ აი ალფის რომ მოვიყვანდით, ეს რობოტი უკვე ყოფილიყო ჩვენს სახლში, რომ დაგხმარებოდა ამ ბეწვთან დაკავშირებით და ნუ კონსულტანტებმა გვირჩიეს, რომ აი ზედგამოჭრილი არისო, ცხოველი ვისაც ყავსო, მით უმეტეს იმისთვისო. მაგრამ ეს საერთოდ არ უხსენებია, რომ აი ცენტრში მიყვანა და ხო, რაც თავარია, ცენტრში რომ მივიტანეთ და ეს რო ვაჩვენებთ, უთხარი, რომ სულ წმინდავდით მეთქი ამ ბეწვისგან თქო და ეგ ბეწვი ყველა მხრიდან შეზდისო. ანუ მარტო ფილტრის გაწმენდაო არ არისო. საკმარისია. ხო და აი ეგ ხა მაგას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველა იმიდან რა ქვია, წერტილიდან ბეწვი შესდის. კი ბატონო. ხო და რაც თავარია, თუ ესო კატის ბეწვის გამო, თუ ცხოველის ბეწვის გამო არისო ეს პრობლემაო. მაშინ იმის ფარგლებშიო. რა ქვია? გარანტიის ფარგლებშიო არ მოქმედებსო ეს გარანტიაო რა. ანუ იდეაში არის ვადა ჯერ 2 წელი აქვს გარანტია 2 წელი ჯერ არ გასულა მაგრამ ეს თუ თქვენი ბრალია ესე ბჭყალებში მაშინ არ მოქმედებს ეს და გადახდა მოგვიწევს თანხის და არც ისე პატარა თანხაზე არ არის ლაპარაკი. აფის გადავახტებინეთ. კაი, მოკლედ. ესე გითხრა 200 ლარზე მეტი არ დაგიჯდება თუ ესე გითხრა. ესეთი ამბავია. თემა იყო რაც მოვინიშნეთ. კიდე ნანკა კალდოზიშვილის ინტერვიუ იყო. ხო. სათაური მოვხვდა და მე ჩავთვალეთ რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ ხო. სასწრაფოთილება 47 წლის ასაკში ეცადო იყო 20 წლის გოგო. ეს თქვა კოტე მათაშვილის პოდკასტში იყო სტუმრად და მე გავიგე ისე რომ ქცევაზე იყო აქ ლაპარაკი. ხო. ანუ რომ 47 წლის ხარ და 20 წლის გოგოსავით იქცეოდე ან 27 წლის ადამიანი 20 წლის ადამიანით იქცეოდე. მე შენ ნახე ვიდეოები და შემდეგ შენ თქვი აქ თუმე ვიზუალზე იყო საუბარი. ხო. შეგვიძლია ის ქცევაც განვიხილოთ. ხო და მე ესე გავიგე რა და არის ხოლმე ადამიანებს ზოგიერთი ადამიანები შეატყობ რომ მოწეს ვადრატო შვება ამას თუ დასახში ხო არის ესეთი კითხვა გიჩდება ხოლმე შენთვის მაგას არ ეკითხები უდაქტობა იქნება მაგრამ შენთვის გონებაში გიჩდება ეგ შეკითხვა კი კი ხო და არის ხოლმე და პრინციპში რა არის ხო თვალში მოსახვედრი არის როცა აი ადამიანი ასაკთან შეუფერებლად იქცევა ხო მაგრამ ეგ ვინ განსაზღვრა რა ხო აი რა მე უსწორდება და იქცევა აი მე რა იჯექი და მასკენია ნსაჯე გაჯაჯე თუ როგორ არის ჯაჯე ხო ხო და აი ხო პრინციპში არც არაფერი არ არის მაგრამ უცნაურად გამოიყურება ხო და თან საქმე იმაშია რომ რაღაცა ისეთი სერიოზული თემა თუ არის რაშიც 40 წლის ასაკში 20 წლის ადამიანივით იქცევა ისევ თავში თავს აზიანებს სიტყვაზე ხო ხო პრინციპში 40 და 20 შორის მაგ ხელსაყრელობა არ არის აი რა უნდა ქნა 40-ისა მისეთი რაც 20 წლის ასაკში მოსულა და 40-ში არა ხო და აი რა ეგეთი არ ვიცი მოსულაზე აი მე რა უნდა ვქნა 40-ის ხვდები მალე ხო რა უნდა ვქნა ისეთი რომ კაი 20 წლის ხوارა ხარ ეს რომ მითხრა
მაგალითად დალევაზე შეიძლება ადგე და ისე რა ქვია არყის მაშინ ლუდის მაშინ რეჟიბრებიან ხოლმე თინეიჯერები ერთმანეთს აი ეგეთი რაღაცა რო ქნა გეტყვი რომ აი რა თინც ხო 18 წლის ხო არ ახარ მაგას გეტყვი რა შვები უნახავი ხო არ ახარ იმისი ხო ალკოჰოლის აი მაგალითად ეგ არა ნუ შეჯიბრიც ხო აი რავი რატო შევეჯი ხო პრინციპში არ ვიცი არა ნუ ის არის ცოტა ბავშვურია რა ხო ხა ჩემს მაგაცებს შევეჯიბრო არა 20 წლის ბავშვებს შევეჯიბრო დალევაში თუნდაც შენს მაგაცებს შევეჯიბრო ხა აი ეგ რო შესთავაზო რომ მოდით შევეჯიბროთ ლუდის მაშინ ერთმანეთს გიჟი ხო არ ხარო ხო გეტყვიან ხო მეტყვიან ნუ უმრავლესობა გეტყვის ხო ზოგიერთი არ მეტყვის არ დავკონკრეტებ ვინ წამოყვება მაგაზე ხო ხა მეც რაღაცებსაც ვაკეთებდი 20 წლის ასაკში დღეს არ გავაკეთებ იმას რა ხამისთენება ხო თუნდაც იმიტომ რომ მაშინ შემეძლო ეხ ფიზიკურად არ შემიძლია რა არც მინდა ხო მაგრამ არა უკვე გადაწყვეტილების კი არა იქ ცევაზე არის რა აი რა ღამის კლუბში წასვლა და ცეკვა დილამდე მაგას ვამბობ აი ხა ბევრჯერ ყოფილა რომ ბარში რო წავსულ ვარ და დამთვალ ვარ და დამირავია მაგიდაზე ავსულ ვარ და მიცეკვია და ისევ სვამდი და ყვიროდი რაღაცებს და ღუმღეროდი და სანამ გამოგაგდებდა ხო და ერთხელ მართლა გეუბნები ბეწუზე ვარ გადარჩენილი რომ არ მოვკვდი გადმოვარდი ხო ანუ იმაში ვიყავი იქ რა ერქვა ეხა სანაპიროზე რო გადავიდა კაცებსაც რო ქონდათ ლაივი კი არა ფართი სახელოსნო ხო იყო ლესელიძეზე ადრე ჯურღმულში რო იყო ჩასასვლელი და იქ ვიყავი ერთხელ ვარ ნამყოფი იმის მე აღარ ყოფილვარ იქ და ძირს იყო ბეტონი იყო და მაგიდაზე ავედი იქ ვცეკვავდი და გადმოვარდი და ვიღაცამ დამიჭირა აი ეს დამიჭირა ვიღაცამ და უბრალოდ იქ რო შევხედე შეგიყვარდა და თან რა უცნაური რაღაცა იყო ვინც დამიჭირა მე მგონი ერთადერთი ადამიანი იყო იქ ვინც ფხიზელი იყო აი ეს ფხიზლად იყო ვიღაცა ტიპი და რო გადმოვარდი დამიჭირა და მე რო იქ გადმოვარდნელი ყავი და მაგას არ დავეჭირა შანსი არ არის ვერ გადავრჩებოდი ხო და ეხა ეგეთ რაღაცას ხო არის 30 წლის ასაკში რასაც აკეთებდი 18 წლის ასაკში იმედია ხო და ის არის რა აი მაგას გულისხმობ ისევ შენ თავს აზიანებ რა როცა რაღაცა ეგრე იქცევი და ახალგაზრდა რო ხარ და გიქრის რაღაცები მაგას ვერაცნობიერებ და მე წლები რო გადის გადააფასებ ხოლმე რაღაცებს რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და მაგიტო ისე აღარ იქცევი როგორც 20 წლის ასაკში იქცეოდი თორე ეგრე ყველაფერი მოსულა ხო ძალიან ჩაფიქრდი რეების კეთება აღარ მოსულა ჩემ ასაკში მაგაზე ჩავფიქრდი ხო აი მაგალითად ახალგაზრდობაში რა თინეიჯერობაში თუ გესიამოვნებოდა აი პირველი მანქანა რო ყავდა და აი სწრაფად ივლიდი და რაღაცა ძალიან ხმამაღლა აუწევდი მუსიკას და რაღაცა აი ეგ მიქნია ბევრჯერ ეხა ხო არის ამ ახალი მაგნიტოფონი ჩავაყენე მიხაროდა ხო ეხა არის რეპები მქონდა ტელეფონზე ჩართული ესეც სახით მიყურებდა ხალხი სხვა მანქანებიდან მე რო ეხა ვიყურები ხოლმე ხო მე მაგალითად ვარდისფრად შევიღებე თმა მეც მქონდა ვარდისფრად შეღებილი და დეჩო მითხა სახში არ შევიღე დეჩო მითხა სახში აღარ შემოგიშვებო ესეთ რაღაცას თუ იზამო მაშინ მშობლებთან ვცხოვრობდი ხო მოკლედ აი ის არის რა ესე ალბათ რაღაცები არასაც ვერ იმასიზამ ესეთი დასკვნა დაიდა კარგი იმაზე რა ქვია ვიზუალზე რა თუ იგულისხმებოდა აქ ლაპარაკი ოპერაციებზე ხო რომ აქ როგორ იყო 57-ის რო ხარ და 20 წლის ასაკი ესე ვიტყვი ანუ რო ცდილობ რომ ოპერაციების და პლასტიკური ქირურგიის და რაღაცეების ჩარევით ისე 20 წლისას გავდე. ხო, ეხლა უფრო მარტივად ხდება პლასტიკური ქირურგია არ არის აუცილებელი რაღაც ფილერები და ბოტოქსები და ასე შემდეგ რაღაცები ხო არის ინიექციები, თიც მარტივად ხდება რა, ეს ყველაფერი ნაოჭის გასწორება. ხო, ჩარევით რა. ატკუცუნება სახის. და ეგეთი რაღაცები და მაგასაც ხოდიშორის მაგაზეც შემეცვალა აზრი რა. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი. ეხლა სხვანაირად ვფიქრობ რა. მე მაგალითად ცხვრის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ეხლა პირველად რომ გაგიგო.
ცხურის ოპერაცია მაქვს გაკეთებული პატარა ასაკში რა. სამი სულიყო. ამ გადმოსახედიდან 100% ვიცი რომ არ გავიკეთებდი. იმიტომ რომ ჯერდი არაფერი არ შეცვლილა ჩემ ცხოვრებაში. ანუ ამ მე მომწონს ესე. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ ცხური უკეთესია თვითონ ცალკე ცხვრად რო აიღო, რა თქმა უნდა, კეხი მქონდა ქართული. და ეს მოვიჩვენე ცხური, რა თქმა უნდა, უფრო ლამაზია თვითონ, თან თვითონ იქ რაღაცა ვერ ვთქვი წესიერ ნიჟარები რაღაცები, ეგ გასაგებია ახლა, როცა რაღაც პრობლემა გაქვს, კი ბატონო, მაგრამ აი ვიზუალის შეცვლა რო ეს გავილამაზე. აი დღევანდელი გადმოსახედიდან მაგის აზრს ვერ ვხედავ რა, იმიტომ რომ მართლა არაფერი არ შეცვლილა, ანუ რამდენ ადამიანსაც სიტყვაზე რაოდენობაში. ისე ძალიან აღარ მომწონებოდი მე ცხვრით რომ მენახე. ახლა და ეს მართალი იქნებოდი? არა, არ იქნებოდი, მაგრამ ეხლა გამიხედა სხვაგან. ხო და აი მე მგონია რომ არ გვერდია მევილო. ხო და აი არ შემიჩნევია ეგ რა რომ აი რამენაირად სიტყვაზე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა ვისაც მოვწონდი. ყურადღება შენს მიმართ. ხო, ვიღაცებს მოვწონდი მანამდეც და არ მოვწონდი და მერეც ვიღაცებს მოვწონები ვარ და არ მოვწონები ვარ ვიღაცებს რა. ანუ აი არ ყოფილა ეგ რომ ვაიმე ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ხო, იმახედია რა. მართლა არ ყოფილა ეგრე რა. თან დიდად კომპლექსიც არ მქონია ცხვირის. საერთოდ რატო გავიკეთე არ ვიცი. ეხლა ფულით მენანება, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი იყო, ძალიან მენანება იმ თანხის გახსენებაზე, რა თანხაც მაქვს გადახდილი. მაგრამ ეს გახსოვს აი რას ფიქრობდი, რატო მოგინდა? მახსოვს. რამდენი წლის იყავი? 22-ის ვიყავი. ხო და რატო მოგინდა? იცი რა იყო, ერთ დღეს ავდექი ჩავიხედე სარკეში და ეს შევხედე და გავიკეთებ ცხვრს რა, აი ესე. იმიტომ რომ მართლა ახლა რა მაქვს დასამალი გაკეთებული მაქვს უკვე და შემიძლია რომ ვილაპარაკო, მანამდეც რომ კომპლექსი მქონდა რა, მაგრამ არ მქონდა კომპლექსი. მე თვითონაც ხუმრობდი სიტყვაზე ჩემ ცხვრზე და არასდროს პრობლემა არ მქონია. აი ესე უცებ მომინდა და კაი გავიკეთე და წავედი და გავიკეთე. თვითონ ვისთანაც გავიკეთე, იმ კაცმა მკითხა, რომ როგორი ცხური გინდაო? და მე ვპასუხე რომ ხა ვის შეაჯანჯღარა ხო? ხო. აფი, გამოდი აქეთ. რაღაცა სიტყვაზე ანჯელინა ჯოლის ცხვილი? ცხვირი რომ მეჩვენებინა და მეთქვა რომ ესეთი გამიკეთე თქო, ეგრე არ ხდება ის პლასტიკური ქირურგი ვინც გიკეთებს, შენი სახის თუ პროფესიონალია შენი სახის პარამეტრების მიხედვით გიკეთებს ინდივიდუალურად შენზე მორგებულ ცხვირს. ხო. და ნუ ეს კაცი მაგიტო ავარჩიე რა, ამის ცხვირები რომ ნახე, როგორ იყო გაკეთებული, არ იყო რაღაცა ერთი სტანდარტული რაღაცა ცხვირი ყველას რო ერთნაირს უკეთებენ ეგეთი და ვუთხარი რომ მეთქი გავიც გენდობი მეთქი და რო ვისთან გაიკეთე? პატა ჯანაშიასთან გავიკეთე. ძალიან კარგი კლინიკა აქვს და კარგად გამიკეთა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რომ მკითხა როგორ ცხური გინდაო და მე ვკითხა რომ თქვენ როგორ მოგწონთ თქო რა და მე შენ რაც გაქვსო ეგ მომწონსო. ხო. ესეთ რაღაცა მითხრა რა. ხო და ნამდვილია. ხო, შენი ბუნებრივი რაც არის ეგ მომწონსო და მაინც გავიკეთე. ეხლა გქ ფეიქ ცხური. ეხლა ფეიქი ვარ რა. ფეიქები. ხო და რო აი ამ გადმოსახედიდან მგონია რომ ადამიანი თუ რაღაცას აკეთებს თავის გარეგნობისთვის. ხო. მგონია რომ აი ჯანმრთელობასთან უფრო უნდა ასოცირდებოდეს რა. აი მაგალითად დავამთავრებ ბოდიში, არ დაგავიწყეს ასამობდი. შენს სხეულზე ზრუნვაც ის რომ ვარჯიშობ, ის რომ რაღაცა ჯანსაღად იყვებები, აი რა მომენტშიც იმას გაიაზრებ და გაითავისებ, რომ ეს შენი ჯანმრთელობისთვის უნდა გაკეთდეს და არა იმისთვის, რომ გამხდარი იყო და რაღაცა პარამეტრებში ჯდებოდე, აი იქ დაიწყება პროგრესი რა. როგორც ფიზიკური, ისე მენტალური. ხო და მენტალური ჯანმრთელობაც საჭიროა ძალიან. ხო და ადამიანებს ხანდახან მენტალური ჯანმრთელობისთვის ჭირდებათ. ანუ შეიძლება კი გადალახვადია ყველანაირი კომპლექსი და ყველანაირი რაღაცა რაც არ მოგწონს. მაგრამ ხანდახან არის რომ შენ ამბობ რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. ვიღაცა შეიძლება ცხვირის ისეთი კომპლექსი ქონდეს, რომ მთელი ცხოვრება ყოველ დღე ნერვებს გიშლის ამდენი შენ თავს დაინახო და მე რაღაცას გამოასწორებ. ხო.
ანუ შეიძლება ხო ჯანმრთელობისთვის არ არის კაი რო ცხრის ოპერაცია გაიკეთო, მაგრამ ანუ ის მენტალურად და სულიერად ისეთი სიმშვიდე მოგწეს და კმაყოფილება მაგან. რომ ეგ ღირდეს იმ ბევრი სტრესის მოხსნად, რაც მანამდე ქონდა. ხო, თქვათ ეგეც არ არის რა, ხანდახან არის შეიძლება რაღაცა გამოისწორო, თუ სულიერ კმაყოფილებას და სიმშვიდეს მოგიტანს, რატომაც არა. ხო, უბრალოდ აი მაგაში ეგეც მნიშვნელოვანია ძალიან ჯანმრთელობისთვის. მაგაში ანუ არის ბალანსი უნდა დაიცვა რა. მაგაში არის თქო რა ეს გასაღები მანდარი. რომ აი ეგ სხვაგან უნდა ეძებო ეგ პრობლემა. გარეგნობაში არ არის ეგ პრობლემა რა და შეგიძლია არა, მაგრამ თუ მაგის გარეგნობს ოდნავ შეცვლი და რაღაც დაკორექტირებით რაღაცა შენ ბევრად კარგად იგზნო თავს. ხო, მაგრამ მე რაღაცებს გადააფასებ ხოლმე რა, მე რაღაც ისეთი პრობლემები ჩდება, აგერ მე მაგალითად რაღაცა 2 ოპერაცია დამჭირდა ძალიან სერიოზული, მაგ ყველაფრის მერე, კიდე მომავალში კი კიდე. ანუ მაგ ყველაფრის მერე მაგის გამო არა, სხვა მიზეზის გამო. ისე არ გამოგივიდეს მაგის გამო. ხო, ანუ სხვა ჯანმრთელობის სხვა რაღაცის სხვა რაღაც პრობლემების გამო დამჭირდა ოპერაციები და მე აი უბრალოდ სხვანაირად უყურებ რა, ეგეთ რაღაცებს. რომ აი კიდე ზედმეტად არ დავწვებოდი იმის რაღაცა დანის ქვეშ და არ დავწვებოდი ნარკოზის გასაკეთებლად და არ გავიკეთე. ანუ ბევრი ფაქტორი იყო, რამაც მიმიყვანა აქამდე რა. რომ ვნანობ, რომ გავიკეთე ოპერაცია. კი ბატონო. ხო და რაც შეეხება ახლა ბევრი გამიგია. ხო, ნანოპ აი რას ვხვდები, იცი, რა დაკარგე, ანუ შეიძლება ნანოპ რა უეხარ ისეთი წვირი რომ მქონდეს, აკარგი იქნებოდა, ანუ იგირჩევნია ხა ისე ვიზუალური წვირი მქონდეს? ხო. რატო? რა ვიცი, აბა რაღაცა ისე უფრო ალბათ უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი. და მივიდეთ და გაგიკეთონ კეხი უკან. მიმიკერონ უკან. ანუ რა აი ხა ამოკეხონ უკან. ამის დროებით რომ ნახო. შევხედავ და მე აი შუახნის კრიზისი რომ დამეწყება მე. დროებით კლოს რო გიკეთებენ ხო? ხო და რას ანის სათვალები როა წვირი და უვაშტე. მაგითი არის ცოტა. გავიკეთე რა. ცოტა ხანი მაგითი არის რა. ის ბოლოში მოვაზრო და სათვალე და წვირი დაიტოვე მარტო. და რა ულოშიც იყოს მაგას ანუ იმის ეპილაციის წინააღმდეგ იცრო ხარ რა რომ ეს ბუნებრივად იყოს ყველაფერი. ხო და რატომ აღლიცინებ ახლა თუ რაღაცა დამის ვიკითხა. მე თვითონ ვიცინოდიო ჩემ კეხზეო და. არა, ხო და ანუ ახლა იმის კომპლექსს არ მაქვს რომ თქვა რომ ოპერაცია მაქვს გაკეთებული ვამბობ რა არის დასამალი მაგაში, მაგრამ აი ჩემი ცხვირი რომ მქონდეს ბუნებრივი მირჩევნია რა. მე შევმოწოს. რა ის არ გინახავს და რა იცი. რავი ხა კეხი უფრო არ მოგიხდებოდა ვიდრე ეს ხა თუ რას მაპარაგე. არა, ეგ ხო, მაგრამ სამაგიეროდ ბუნებრივია და ანუ კი არ ვამბობ ცუდია და უნდა გაიკეთოს ანუ. შენზე ვიძახი კონკრეტულად. ყველაფერი არის რა, აი. ანუ ზოგს ანუ ისე გამომივიდა ეხა რომ რაღაცა. ბადი შეიმინგი კი არ არის რომ კეხიანები არ მომწონს ანუ. მაგრამ შენ რო გიყურებ, ეს ცხვირი მომწონს და სხვანაირი ხა მაგ ცხვირს რო კეხი დაუმატო უკეთესეთო იქნება. ბუნებრივი იქნება მოგეწონოს რომ მეუნები. ბუნებრივი იქნება და იმიტომ. ჩემი ბუნებრივი ის იყო, ხა დაუმატო ხელოვნურად კი არ უნდა დაუმატო, მაგრამ ის ხო ჩემი იყო. მოსახსნელი კეხი, დასამაგრელი მოსახსნელი. კაი. ესე თუ ჩამოიწვა. გაერთო გავხვალ ჩამოგაიკეთე სახში მოხალ მოიხსნა. მივა მაგამდეც ალბათ მედიცინა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. შენ გააქვს კომპლექსი თმის ცოტა შემელოტებული რო ხარ. 0. ხო და აი ეგ არის ზოგი მაგალითად ინერგავს. პირიქით ანუ სადამ ამ მდგომარეობამდე მივიდოდი, არ ვიცი ხა მელოტად შეიძლება ხარ ვიტყვი, მაგრამ სადამ აქამდე მივიდოდი, მანამდე დავიწყე გადახოტურა. ხო. პანდემიის დროს დავიწყე გადახოტურა. გეზარებოდა მოვლა. მეზარებოდა თმის მოვლა. არა, პანდემიამდე ჩემით დავიწყე. არ პანდემიის დროს ჩემით დავიწყე, და სალონები დაკეტეს, მაგრამ მანამდეც ვიხოტრა. ხო, ნუ ეხლა მეც ხანდახან ზედმეტი მომდის რა. ეგრეთ სიტყვაზე თმას ვიღებავ. რატო ვიღებავ? ბუნებრივი მქონდეს ჩემი. ხო, ცხვირზე გაქვს პერსინგი. ცხვირზე პერსინგი მაქვს, ტუჩზე პერსინგი მაქვს. ტატუ მაქვს. 1, 2, 3. ხო, აი, არ ვიცი რატო, აი, უფრო აი ამ ოპერაციაზე და ისეთ ჩარევაზე მაქვს სერიოზული გართულება რა.
ცხოვრება მოიტანა მოკლედ და ალბათ იმ ფილერებს და ბოტოქსებს და ინექციებსაც არ გავიკეთებ რა. რა იცი? ეს მგონია, იმიტომ რომ ეხაც მაგრამ ისე განვითარდეს, ისეთი მარტივი გახდეს მაგის გაკეთება და ისეთი ნაკლია, ისეთი არადამაზიანებელი იყოს. ხო, როგორც შაქრიანი სასმელები ხო და მე ზერო გამოიგონეს რაღაც ეგეთ ვარიანტში. დამაზიანებელი არც ახლა არ არის რამდენადაც ვიცი. ანუ თვითონ ის პროდუქტი, რასაც გიკეთებენ, ის არ გაზიანებს. არ არის მავნებელი. და ხო, მოკლედ ხო, რაღაცა გაცვეთილია ეს ფრაზა, მაგრამ რაღაცა ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს რა. ხო, მაგრამ აი შეიძლება ადამიანების ცხოვრება ყველას ერთნაირად ხوار მიდის რა, ანუ რაღაცა არის 5 წლის რო ხარ სხვა ინტერესები გაქვს და სხვანაირი ხარ, 10 სხვანაირი, 15 სხვანაირი, 20 სხვანაირი ეს შემდეგ. ხო. ვიღაცამ შეიძლება ესეთი ცხოვრება ქონდა რაღაცა სირთულეები, რომ რაღაცა თინეიჯერობა ისე გამოიარა, რომ არ ქონდა სრულფასოვანი თინეიჯერობა მაგალითად. რაღაცა პრობლემების გამო. რაღაცა და მე თქვა 35 წლის ასაკში მიეცა ამის საშუალება, რომ რაც დანაკლისი ქონდა ის აინაზღაუროს და თუნდაც ეგ რო ქნა და თავი გააზდაო და ცოტა ისე მოიქცე როგორც მაშინ დაგაკლდა და ისინი აინაზღაურა. ეგეც შეიძლება ის იყოს მენტალური განკურნების გზა. ეხლა მაგაზე გამახსენდა ახალი ტრენდი არის. ესეთი რომ მილენიალები კარგად მიდიოდი. მილენიალები. ხო. რატო გამოიყურებით 30-40 წლის ასაკშიო თინეიჯერები და ახალგაზრდულათო რა. და მე არის შედარებული, რომ იმიტომ რომ ჩვენ მოხუცები უკვე ვიყავითო და თინეიჯერობის ფოტოებს დებენ, რომ ძალიან ბევრად ასოკოვნად გამოიყურებიან. ეს არის ტრენდი ეს. შემოხვედრია. ძალიან ბევრი შემოხვდა ქართულიც და უცხოურიც. და აი მართლა ეგრე იყო, რომ დავფიქრდი, აი ჩემ ფოტოებს რო შევხედე. ისე ვიცვამდი და ისე მაცმევდა დედაჩემი ახლა მას მოусმენს და გამიბრაზდება მე როდის გასმევდიო ეგრევე და ისე მიკეთებდა. ოხ შენ იმას გულისხმობ რაც იშოვებოდა ის გვეცვა იყო ახლა მაშინ. ხო, მაგრამ ანუ ისე გამოვიყურებოდი რომ მართლა ეხა ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები ვიდრე 16 წლის ασაკში. კარგია. მაგაზე უფრო ზედი მართალი ტრენდი არ ვიცი ჯერ არ მინახავს. კარგი, მომეწონა სხვათა შორის ისა ერთ ფილმში არის ეგეთი ის რომ ბარბარა სტრეიზენდი თამაშობს. მას გამეცინა. როცა ჩვენი მშობლების თაობის ის რო არის რა, მსახიობი და მომღერალი და ჯეფ ბრიჯესი და ბარბარა სტრეიზენდი თამაშობენ. სახელი არ მახსოვს ფილმის. იქ ეუბნება ეს რო არის პროფესორი რო არის. ხო, ეს პროფესორი ეუბნება ბარბარა სტრეიზენდს, რომ შენ ხო. ეს კაცი. შენო შეგატყო რომ მაკიაჟს არ ხმარობო და რატო? ხო და ეს ბარბარა სტრეიზენდი ეუბნება რომ რა აზრი აქვს მაკიაჟი რო ვიხმარო, ანუ ისევ მე ვიქნები, ოღონდ თუ ფერადიო. ხო და ანუ აქ ამ ფილმში არის რომ თავი გონია რაღაცნაირად შეუხედავი რა ესეთი დაბალი თვითშეფასება აქვს ამ ქალს და ესე ამბობს რომ ისევ ისეთი ვიქნები ოღონდ უბრალოდ ფერადიო და რაღაც სასაცილო იქნებაო და ეგ მომეწონა. რა ეხლა ისეთ მაკიაჟებს აკეთებენ? კარგი ფილმია. ეგეთ ფილმები აღარ გამოდის, ხო? ეგეთ ფილმები აღარ გამოდის. დავიწყოთ ეს ასაკიან რა ხომ არ ვიცი. ჩვენ დროს აღარ გამოდის ეგეთი ფილმები. ჩვენი ახალგაზრდობის დროს რო ფილმები იყო ახლა მართლა აღარ არის. ხო, აი როგორი ფილმები იცი, რომ ესეთ არაფერი არ ხდება, ვერ მოყვები სცენარს, მაგრამ აი მაინც თავიდან ბოლომდე რო უყურებ რაღაც ადამიანურ ურთიერთობებზე რო არის და თან კარგად რომ მიდის და რაღაცა. ეგეთების დეფიციტი არის. კი, აი უბრალოდ დიალოგს რო უსმენ. ხო. და ქსიამოვნებს რა, არც შეიძლება არც არაფერი არ იყოს ისეთი. ხო. ხაცა ფილოსოფიური და სასწაული, მაგრამ აი უბრალოდ ის რო ლაპარაკობს ეგ ქსიამოვნებს და მოგწონს. და ალბათ ყველაზე დიდი დეფიციტი არის რომანტიკული კომედიების. დაიკარგა რომანტიკაც ტექნოლოგიების ხანაში. და ამაზე გამახსენდა კლოდის შემქმნელი არის ენთროპიკ და მაგათმა დაწერეს
მათ დაწერეს, რომ ეხლა ისეთი მოდელი გამოუშვითო ახალიო. გამოუშვით გავაკეთეთო, რომ რაც კი არსებობს იმ ბაზარზე ხოლმე დირექტორები 10,000 ჯობია ყველას. ხო. და ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომ ამას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია არ გავხდითო. Public-ი არ იქნება მარტო რაღაც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიცემთ ამაზე წვდომას. ხო. და ნუ ისევ წამოვიდა ეს თემა რაღაცა, რომ AI კარგს არაფერს გვიზამს თუ ჭკვით არ ვიქნებით. ისეთი ძლიერია არის, რომ რაღაცა უკვე რაღაც შეიძლება ბანკი დახაკო შენი ტელეფონით თუ გექნა წვდომა მაგაზე. და რაღაცა ქაოსი გამოიწვიოს სოფლიოში და დესტაბილიზაცია და. ხო რა? აი წამოვიდი ხა ძალიან ბევრი ადამიანს უჩაუვარდეს ესეთი ძლიერი ისო ტელეფონში ეუბნები როგორც ჩატში წერ ChatGPT-ს რაღაცებს ეკითხები რომ ის რაღაცა შემწვარი კარტოფილი როგორ გავაკეთო მაგის მაგვირად რომ ედი ჩემი ერთი საბანკო ანგარიში შედი და რაღაცები გადარიცხე გადმორიცხე და რაღაცები წაშალე და გატეხეის ბანკი და გატეხეის საიტი და მაგის შესაძლებლობა რო კონდეს ყველას ტელეფონს წარმოიდგინე რა ქაოსი ატყდება იმის შესაძლებლობაც რო ხო არის რომ სამ წამში დაიჭირო ეგეთი ტიპი მილიონ ადამიანს ხوار დაიჭერა, ნუ ყველა მაგის კეთება დაიწყოს, ამდენს დაიჭერა. ყველა ხوار დაიწყოს მაგის კეთება. დიდი ნაწილი. და მე ანუ ეგეთი ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი თუ იქნება, იმასაც მოახერხებს, რომ არ გამოჩნდეს, რომ თავი დაიძვრინოს და დაგიმალოს ის ტელეფონი და ვერ გაიგო ისგან ყდა, ანუ მოხდები? შესაძლებლობაც უთვალავი არის, ხო? ბილ მარს რო უსმენდით, ბილ მეიერს. მაგან თქვა, რომ ამ ახალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლიაო რომ ზიზად იმიტომ გავაკეთეთ რომ ჰაკერებისგან დაიცვას თავიო. ხო. მაგრამ მაგისგან ეგ თუ შეუძლიაო დახაკოთ შეუძლიაო ესე იგი თვითონვე თუ ეგეთი მაგარი არისო რა რაც მაგარი დაცვის ხო და ამიტომ უკვე აქვთ ისეთი ხელოვნური ინტელექტები რომელიც ადამიანისთვის საიში არის. ადამიანს ხელს ჩაუვარდეს. ხო და ხო გაჟონავს უეჭველი როცა იქნება. ალბათ ეგ მოხდება ეგ. ხო და ხშირად არის ატომურ ბომბას ადარებენ ხელოვნურ ინტელექტს თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ისი გამოწვევა შეუძლია რა. მაგრამ ატომური ბომბა ხელს ჩაიგდო ესე ადვილი არ არის. მაგერ ირანი ამდენ ხანია ჩალიჩობს და ვერ გააკეთა და სავარაუდოდ და ამიტომ ეს ადვილია რომ ხელს ჩაიგდო ბევრად. ხო რატო ვერ ვისვენებთ ადამიანები? აი რატო ვერასდროს ვერ ვისვენებთ? აი რა არ გვასვენებს? რით არ გამჩენი. რით არ გაძღა? შერეკილებში რატომ მიფრინავ და არასვენებთ გამჩენიო აი ეგეთი ვარიანტი. აი რატო ვერ გავძეხით რაღაცებით? აი რაღაცებით ვერ გავძეხით. ეგ არასვენებს გამჩენი, უბრალოდ საცილოვის კი არ არის. ანუ ძალიან ფილოსოფიური არის. ესეთად გაგვაჩინა რომ არ ვისვენებთ. გასაგებია ხო, მაგრამ ანუ როდემდე შეიძლება სანამ თავს არ გავინადგურებთ. აუქნა ესეთებად გაგვაჩინეს და რა გავაკეთებთ. ესეთებად არ გავუჩინებთ. ქვია ალფიზე რო გაბრაზდე რომ როდემდე შეიძლება რეაქცია ქონდეს ფანჯარაში რომ ტრეთს ხედავს. მთელი ცხოვრება ექნება კატა არის. ხო და ეგ სხვა რაღაცა არის. ხო და არ არის ადამიანის ესე არის, არ შეუულია ცნობის მოყარეობას ვერ დაიკიდებს, ანუ ვერ გაჩერდება ადამიანის მოდგმა, იმიტომ რომ ცნობის მოყარეობა ამოძრავებს სულ. ხო, მაგრამ ხო ადამიანი იმდენად ჭკვიანი არსებაა, რომ ხო შეიძლება ესეც გააცნობიეროს, რომ ოდესღაც უნდა გაჩერდეს თავისივე სასიკეთოდ. ხო, მაგრამ ორივეს კეთება ძნელია რა, თან ესეც გიბიძგებს და გამოძრავებს ცნობის მოყარეობა, თან თვითგარჩენის ინსტინქტიც, მაგრამ ასე ყოველთვის სწორნობით ვერ გადადგა. მე ძალიან მაღიზიანებს. მაგრამ შეიძლება პირიქით უკეთესიც გამოდგეს, არ ვიცით რა, ნახო. ხო, არა, გასაგებია, რომ ზოგადად ეგ იწვევს განვითარებას. ატომური ბომბის გამოგონება დიდ სახელმწიფოებს შორის ომები გააჩერა. სოფლიო ომები შეაჩერა. დღეს რა ხდება? ხო, მაგრამ ამერიკა რუსეთი ერთმანეთს არ ეომება და ესპანეთი იტალიას და ასე შემდეგ, ანუ. აქედან იქიდან იმუქრებიან ეს? ხო, მაგრამ ძირითადად ისეთი ქვეყნები, ისეთ ქვეყნებს, რომელსაც ატომური იარაღი არ აქვს, ანუ მიხვდი რას გეუბნები ინდოეთი და პაკისტანის შორის იქნებოდა ომი დიდი ხნის დაწყებული ატომური იარაღი რო არ ქონდეთ და ამერიკა და რუსეთი შორის შეიძლება კიდე დღემდე მეხუთე მსოფლიო ომის ეპოქაში გვეცხოვრა ანუ უკვე ახლა იარაღი რო გაუშვათ უკვე ცოტა სიფრთხილე დაიწყეს რომ მოიცა მე თუ შევხვდე იმასაც შეუძლია დამაზიანოს რა და რახან ეს ბალანსი გამოიწვია ეხლა ესე ძალიან მოუყევ უტრირებულად ძალიან შეიძლება ამანაც ეგეთი დადებითი ეფექტი მოახდინოს რაღაც პონტში საომალოდ ამიტომ არ ვიცი ხო და ბოლოს რა ვიცი შეიძლება საერთოდ გამოვიდეს აი რამდენჯერაც დადგა საკითხი რომ კონფლიქტები არის და იქ ამერიკის ინტერესი რუსეთის ინტერესი იქ ჩინეთის ინტერესი და ერთმანეთს ხო არ დაეტაკებიან ყველამ სულ არაკაც ერთმანეთს როგორ შეიძლება ხელს არ ვახლებ საერთოდ რა შუაშია მე არ ვერევი და იმასთან რუსეთთან მე დაპირისპირება მაქვს და არა ჩინეთს როგორ ვაკადრებთ რაღაცა ესე ელაპარაკებიან ერთმანეთს და ეგ ატომური იარაღის დამსახურება ხო მაგრამ აი ეს ხელოვნური ინტელექტიც ხო
სადღაც ხო შეიძლება გავაჩეროთ რა. ხო აი აქ რატომ უნდა გააჩეროთ? ცოტა მოდი ერთნაბიჯი წინ რო აი კიდე რაღაც შეძლოს. მე მოდი აი ცოტა კარგს თუ გავაკეთებთ. კონტროლირებადი აღარ იყოს მე. შეიძლება რომ სიმსივნის წამალი გამოიგონოს. ხო და აი ეგ არის ხა თუ მაგის შიში გექნა ვერც ვერ გავაკეთებ. მაშინ დღეს უნდა გაჩერდე. ყველაფერი გააჩერო. ყველანაირი გამითარება. ყველანაირი რატო ისე? ამიტომ გადავიდეთ თამაშზე. ხო არ ვიცი, რაღაცები გონია ძალიან ზედმეტი რა, რასაც უშვებით ადამიანები და მაგათაც წყვის ოპერაცია. კეხის გასწორება. თუნდაც. გადავიდეთ თამაშზე. აი გვინ მოიფიქრა წარმოიდგინე, რომ აი რაღა მოდი ახლა რაღაცას შევიცვლი სახეზე, რაღაცას მოვიჭრი. აი რა სიგიჟე არის რომ დაფიქრდე რა. და აი მოდი ახლა რაღაცას შევიყვან, რომ აი აქ ეს ავიდეს უფრო. და აი ეს შეავსოს ნაოჭი. არ გასვენებს გამჩენი. თამაში რომელიც შენ მოიფიქრე. შენ მოიპოვნე. ხო. თამაში არის ასეთი. ერთმანეთს ვაჩვენებთ რაღაც იმიჯებს. და პირველივე სიტყვა ეგრევე უნდა თქვა რა ასოციაციას იწვევს შენში. შენ ხუთი მიმზადე ფოტო თუ იმიჯი თუ რაც არის სურათი, მეც ხუთი სურათი. ხო. და მან როგორ არის გამარჯვებული არსებობს? აი შეიძლება პასუხისთვის უნდა გქონდეს 3 წამი. აი ეგრევე უნდა თქვა 3 წამში რაღაც თუ არ თქვი, მე აზრი აღარ აქვს. ხო. კაი. და უნდა ახსნა ხა ეგრევე სკამი ეგრევე დავიძახო და ქოშოში არ იყოს არა. თუ იტყვი ასოციაციას რასაც გაამართლებ, ხო არ კეთულება რა. ოკეი. სათხა? კი. ფოტოს დავადებ ხა ისე ვერ ვიზარო შენს და ინახო და კამერამაც. ბავშვობა. კარგია, ეს ფოტო იყო. სუპერ მარიო. მაგას ვთამაშობდი 4 წლის რო ვიყავი მაშინ. ბავშვობა, კარგია. ნაუ. დათხარ? ужаси. ჰორორი. ეხა ეგ არის თულება. ესაც სხვანაირია, ხო? სხვანაირია, ხო? რატო არის თულება? ანუ ჟანრი ужаси რა, ფილმები. ხო, მაგრამ რა ეგ ასოციაცია მომივიდა და რა გავაკეთო? თან ужаси რა არის? ანუ ძალიან ბანალურია. მარიოსთან ბავშვობა, ანუ აი ესეთი კრეატიული იყო რა. ვის მოაფიქრდებოდა კიდევ ნეტა. ჯერესეთი მერზედი არ დავალება არ ყოფილა რომ ძალიან კრეატიული უნდა იყო. თავია რომ თქვა რაღაცა. კაი. სათხარ? კი. აი ვერ თქვი. ვინ დიზელი. ვაფშე სხვა რაღაცაზე გამეცინა და მიხვდები ცოტა ხანში რაზე. რაზე? ცოტა ხანში. შენ ზგაკ ვინ დიზელი? არა. ანუ რა არის? ქულა ვერ აიღე რა, ერთი. ერთი ნული რატო არ მithული მა? ხო, კაი. დათხარ? კი. ღუღუნი კი არა, რა ქვია, ხმას რო შევეზაშინებაც. ღმუილს. გიორგის ის არის, რა ქვია, კოშმარი არის ეს ფრინველი. ხო, ყოველ დილით აი ტვინს ბურღავენ. პანჯრებთან, მანდამაც ჩვენ პანჯრების ქვეშ აქვთ ისა, რა ქვია. კი. ბირჟა. ღმუილი. კარგი ჩაგითვლი. 2-1. აუ რატო ფილმებია რა უნდა რა ასოციაცია უნდა მქონდეს ახლა რა მაზუთი ტალახი ჭუჭი მანქანა რა პირველი ანუ ასოციაცია რა ამაზე მე სკენჩოს რამე ჭკვიანური მოიფიქრო არა გავიგე მაგრამ პირველი რა გახსენდება ეგ უნდა თქვა გეფიცები არაფერი არ მომივიდა აზრად რატებილობა შენი აზრების პრობლემა ხა ის გამოვედი შტერი წინა ხომ მოიგეს აზრიანის თამაში კაი ჩემი ჯერია 1 2 3 ვარჯიში აგედა მაგაზე გაგეცინა ამაზე გამეცინა დუეინ ჯონსონი კიდე და ვინ დიზელი რო ყავდა შენ და მე დუეინ ჯონსონი ხო ამაზე ვარჯიში ანუ ჩემ იმას რო თქვა ანუ ეს მისი ვარჯიშის კადრები პიტივდება ეგრევე ინსტაგრამზე ესდებს ხოლმე და ბევრი მაგ ნარახი ამის ძველები ნა მე ამის დებილური კაჩაობასთან და ბევრი გირებთან ასოცირდება ხო და ჩემთვის არა
სამით ერთი. ჩემთვის რაღაც დებილურ ფილმებთან ასოცირდება. დებილურ ფილმებთან ასოცირდება. სხვადასხვა ერთ-ერთი არის. ფილმებამდე ჯერ უფრო ეგრე გავიცანი, მაგრამ სადამ დიდ ბლოკბასტერებში ითამაშებდა. ერთ-ერთი არის ისა მუმიაში რო თამაშობს, მეფე მორიელის როლს. ძალიან ცუდი CGI რო არის. აი ვერ შეხედავ ისეთ ცუდი CGI-ია, მაგრამ ძალიან მიყვარს. შენ ჯერია, ხო? რა თქვა? კრიტიკა. კარგია. ფილმეიერი. შეხედა. დავადებ ამ ფოტოებს, ანუ არ არის საოცარი. კარგი. მე ერთი დამჭა და შენ ორი. ხო. სამით ორი. ხო. დათხარ? კი. მოდა. აი მოდა რა არის ამაზე, ნუ მართალი ხარ. ავანგარდული მოდა არის. რა ტეფილობა. მაგის დანიშნულებას დღემდე ვერ ხვდები. აი ამ ჟანრის. ვერც მე. ალბათ უბრალოდ იმ მომენტში ის ივენთი რო ეს იყოს რაღაცნაირი სანახაობრივი მაგისთვის აკეთებენ, თორე სხვა არაცვია რეალურად. რა სანახაობა ეგ არის? არ ვიცი. ალბათ იციან მოდის ექსპერტებმა. მარცხი. კარგია. კაი, სათხარ? მოიცა 4-ით 3-ია. ხო. მაგრამ დამეწევი, მაგრამ კაი. ეს ბოლო იყო. ხო. ეს ბოლოა. ჩემი მანქანა, მაგრამ მე რამდენად ითვლება. ზუსტად ასეთია და იმით. არ ითვლება. რაღაც ასოციაცია. მე მგონი სახლს იტყოდი. სახლს რო ეძახით ამას მაგიდა. ხო, აი იცი ჩემი მანქანის ფოტო რო დამენახა, ხო ეს სხვა ფერი არის და ნუ მაგიტო გაიგე. იმენა ჩემი მანქანის ფოტო რო ყოფილიყო შეიძლება. ჩემი მანქანაო თქვი პირველი და ესე იგი შენ მანქანასთან ასოცირდებოდა და. ხო, მაგრამ პირველი ასოციაცია არ იყო ეგ. ხო, ხალხსაც რო განვუმარტოთ ახლა ეს, იმიტომ ვთქვით, რომ სადმე რო ვართ ხოლმე და მანქანა იქიდან რომ მოვდივარ და მანქანაში ვსხდებით, გვიხარია ხოლმე და მეორე სახლს ვეძახით რა. ანუ აი სახში, ანუ რო დაიღლები სადღაც სახში რო გინდა მოსვლა და ფეხით რო გაქვს ასე აღვენ დაიღლები და მიხვალ მანქანამდე რო ჩაჯდები არის რომ კი, ეს არის. ნახევარ სახლი თორიც რო ქვია. ხო. უკვე რაღაცა ცოტა ისვენებ მანდ რო ჩაჯდები. ძალიან სიამოვნებს ხოლმე ჩვენს პიპიაში ჩაჯდობა. თა ძალიან კომფორტული და საყვარელია. როგორც გიორგი ლომიძე იტყოდა, ჩვენი მეგობარი, თვით განკურნების რეჟიმშია ხოლმე. რაღაცა რაღაცა ანთებს და ველოდებიო თვითონ მოერჩინოს. კი, თვითონ. ანუ რაღაცა შეიძლება დაემართოს, რაღაცა ჭირს და თუ არ მიიყვანე პროფილაქტიკაში თვითონ ჭრის მაგ პრობლემას. კი, ჩემსაც გქონია ეგრე. კარგი, კომენტარები და დავიშალეთ. კომენტარები. წინა ვიდეოზე იყო მithმა მოთქმა ციებწყელება. ხო, სხვადასხვის რჩევა არ მაქვს დღეს. ესეც ხო ბუნებრივად უნდა იყოს, იმიტომ რომ ამომეწურა რაღაცა რჩევა. არ გაიგეთოთ სხვის ოპერაცია გეცევა. ძალით რაღაცა რომ მოვიგო. რჩევა როგორ არა გვაქვს? რჩევით დავიწყეთ. დავთქი? ხო. ეგ კი, მაგრამ აი ესეთი მართლა გირჩევთ სანამ ახალია და ხალხმა დაიტაცა? ხო. დაითრიეთ თუ გინდათ რომ ესე გამოიყურებოდეთ. ძალიან სასიამოვნო და კაი. ხო და ერთ წიგნს ვკითხულობ ახლა, დავიწყე უბრალოდ და თუ მომეწონება იმას გირჩევთ მე შემდეგზე. თუ მოგეწონება რა გზად ჯერ არ მოგწონს, ვერ ჩამოყალიბდი? ხო, აი ცოტა ისე ვარ, ახალ დაწყებული მაქვს და შევხედოთ რა. იქნებ ბოლოში ისე ცუდია რომ. კაი, შენ აპიდან ხსნი თუ კრეატორიდან? აპიდან, შენ კრეატორიდან გახსენი და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაღაც კომენტარები იკარგება ხოლმე. არ ვიცით რატო, არც ერთი კომენტარი არ წაგვიშლია, უბრალოდ ზოგი ჩანს, ზოგი არ ჩანს და აი ვერ მივხვდით როგორ აღმოფხრათ ეს პრობლემა ჯერჯერობით. ხო. ასე რომ ბოდიშს გიხდით ვინმეს კომენტარი თუ არ მოხვდება, ჩვენი ბრალი არ არის. ვეფხისტყაოსნის დადგმასთან დაკავშირებით გქონდა კითხვა. ოღონდ კითხვა იყო ესეთი, რომ თქვენი აზრით დადებითად იმოქმედა თუ უარყოფითად ზოგადად ამ მოვლენამ. მაგრამ ნუ ბევრმა ისე გაიგო, რომ მოგეწონათ თუ არა მაინც ეს სპექტაკლი და ბევრი ესეთი კომენტარია რა. ალბათ ვერ დავსვი სათანადოდ ნათლად კი არა და გასაგებად შეკითხო. ხო და ეს აპინულ კომენტარს რო დავწერთ ხოლმე, დავწეროთ ის რას გულისხმობთ.
ზურაფი როსმანიშვილი გვიწერს. პირველ რიგში პატივს გცემთ თქვენც და თქვენს აზრსაც. ახლა გეტყვით ჩემს მოსაზრებას. თინათინი ვეფხისტყაოსანში გაიგივებულია სიბრძნესთან, სამართლიანობასთან, პატიოსნებასთან. ზოგიერთი მკვლევარი მას საერთოდ თამარ მეფესთან აიგივებს. იქიდან გამომდინარე, მთელი ჩვენი ცხოვრება თამარის იგივე თინათინის იდეალური და ქართველი ქალის სიმბოლოებად გვყავს გამოყვანილი და ახლა სპექტაკლში სცენაზე გაშიშვლებული თინათინის დიდ შევთანხმდით, რომ ეს იყო სექსი, მოძრაობების და სახის მიმიკებიდან გამომდინარე, ხო და მსგავსი ადამიანის სექსის სცენაზე მოსაწონი, რომ რიგი ადამიანებისთვის არაა, ეს ამ ადამიანებს გაგვიგეთ. სიახლეებით არ მეშინი არც განსხვავებულ აზრს ვდევნი და იმასაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ რაღაცის გადაკეთება ან დამუშავება შეიძლება უბრალოდ ცოტა ფაქიზად და არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ალბათ მთავარი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის სექსი გვანახონ სცენაზე. კიდევ ერთხელ გიდასტურებს პატივისცემას თქვენს და თქვენს მოსაზრებასაც. მადლობა. აქ ერთ კომენტარს გავაკეთებ რა, რომ თითქოს ისე არის დაფიქსირებული, რომ პატივისცემოთ თქვენსაც, რომ თითქოს ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ ამბობთ, თუ სპექტაკლი მოგვეწონა, ანუ აქ არის საუბარი, ეს მოვლენა, მე ამ ხმით მოთქვა რომ მოყვა და რა შემდეგ რა. ხო, თორე კონკრეტულად ეს შემთხვევა რაც იყო. ჯერთი თვითონ სპექტაკლი არ მინახავს, მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე კონტექსტიდან ამოგლეჯილი. და მაგით არ შეიძლება უბრალოდ ესე ლანძღო სპექტაკლის ანახავთ წასვლას ვაპირებთ ცოტა ხანში რა ამისი არა სპექტაკლის ვაპირებთ ჩემი მეგობრების მონაწილეობით ოპერაში დონ ჯოვანი ითქვა ანუ ეს იქნება ჩემი მეორე ვიზიტი ოპერაში პირველადაც შენ წამოყვანა წინაზე კარმენზე ვიყავით და ხა დონ ჯოვანიზე მივდივართ ნახოთ ხო და აქ მინდოდა ეს დამაფიქსირებინა რა რომ ჩვენ არ გვინახავს ეს ზოგადად დონ ჟონი თუ დონ ხუანი ზოგადად ესეც ძალიან ცუდი საქციელია მინდა ესე თქვა წინაზე დამავიწყდა რომ მეთქვა რომ არ შეიძლება სპექტაკლების გადაღება მით უმეტეს ესეთი კრუპნი პლანს რო ეძახიან ხო ახლო ხედით ის არის იმ მომენტში დარბაზიდან სანახავი და სხვანაირად ჩანს დარბაზიდან და არ შეიძლება ესე ძალიან ახლოდან გადაიღო რაღაცა კონკრეტული სცენები, მით უმეტეს ეგეთი სკანდალური და გამოაქვეყნო სოციქსელებში. თუ გადაიღებ, შენთვის გადაიღე და გქონდეს. მოგეთ ესეც არასწორია ძალიან რა. კი ბატონო. გივი ნიკოლაიშვილია შემდეგი შენთანაც. სპექტაკლი არ მინახავს ხოდ მოკლე ვიდეოები კონტექსტიდან ამოჭრილი, აი რა ვთქვი. რაც აშკარად არ მომეწონა, ვფიქრობ, ბევრად უკეთესი შეიძლება და მაგ ბიუჯეტით, მაგრამ რობიკოს ბიუჯეტი არ ახატია ერთ ადგილზე. მაგის მეხუთედი ჭოლასთვის მიეცათ ბევრად შინაარსიანს ნახავდა ხალხი. ნუ რას ვიზამთ რეალობის ნაყოფია ეგეც ძველი ვიდეო სპექტაკლები ბევრად მომწონდა და შინაარსიანი იყო. ეს არც ეროტიული იყო, არც შინაარსიანი. იყო რაღაცა ძველი ვიდეო სპექტაკლები, რომელიც მეც მიყვარდა ყურება. ჯერ დაიხოს მე რეკორდინეს იყო გახსოვს? კი. ძველი. მურმანჯინორია. არა. იყო. ხო, კიდე იყო, ძველი ვოდებილები იყო. კავკასიური ცარცისტრაც იყო. კავკასიური ცარცისტრაც იყო. მე კავკასიური ცარცისტრა ლაივში მაქვს ნანახი, ცოცხლად მაქვს ნანახი, რამაშყიკვაძით. კარგი იყო. დავამახსოვდა. ჩამ. კარგი, შემდეგი. და ჩემო გვაიძულა მე და ჩემი და წავსულიყავით ორი ბილეთი მოგცა და წადით უნდა ნახოთ აუცილებლად. რაღაცა იმ ცოტა ხელოვნებასაც ეზიარეთო. შემდეგი MZH გვიწერს ნანახი არ მაქვს ეს დადგმა, თუმცა ფაქტი დადებითია. ანუ ეს იყო კითხვის ფორმა იდეაში ჩვენი რა. ხო, რაც ვიკითხეთ ფაქტის შეფასება მთლიანობაში. ნანახი არ მაქვს დადგმა, თუმცა ფაქტი დადებითია. ჩვენს ხალხია რას როგორ შევაფასებთ, დანარჩენს დრო აჩვენებს. ჯაფარას შეფასებას ვეთანხმები გამყრეძის დასკვნას. კი ბატონო. PS გივი ვაშაკიძის ილუსტრირებული ვეფხისტყაოსანი შთამბეჭდავია თუ არ გინახავთ გადახედეთ. არ ვიცი რომელია, შეიძლება არ მინახავს ხო კი ბატონო, მადლობა ჯებისთვის. თათოლი გვიწერს უგემოვნო მოვლენაა და იმედია მალე მიეცემა დავიწყებას. ეს ესეთი რადიკალური ეს არის. არც ამ სპექტაკლის მერე წაიკითხავს ვინმე. Netflix-მა გადაიღოს და ავთანდელი ფერადკანიანი გეირო იქნება, მერე გაგვიცნობს მსოფლიო. მე არ ვფიქრობ რა, რომ დავიწყებას უნდა, რატომ უნდა მიეცეს დავიწყებას? Netflix-ს რომ გადაიღოს ასე, როგორც აი ნახსენები. მე კიდევ ერთხელ ვთვლი, რომ ვეფხისტყაოსანს ვერაფერს დააკლებს ეს.
ხო. თუ ვიღაცა დებილურად გადაიღებს, იმის პრობლემა იქნება ეს. ხო. ფული დახარჯეს უაზროდ და სისხლელი გადაიღეს და ვეფხისტყაოსს არაფერი დააკდება, ცნობადობა რო გაიზრდება, რავი, ჩვენ წვე გვინდა ვეფხისტყაოსის ცნობადობა გაიზარდოს და არც არავინ წაიკითხავსო. ხო. ანუ ძალიან ბევრი სტატუსი შემხვდა მაგ პერიოდში, სადაც რაღაცებს რაღაც ისინი მოყავდათ. სტროფები ვეფხისტყაოსნიდან. კი. ანუ რაღაცა 0.4% ხო წავიკითხეთ. ვეფხისტყაოსნის. კი. კი, მაგაზე კი არ დავფიქრებულ ვარ, მართლა იმდენი ხო, რა, ის რო წერია სამაგიეროდ და მე ვიღაცა დაუწერდა, არა, აი ესეც არის ნახსენები და. კი, ჯერ რატომ მე იმდენი ვიკითხე, რომ რა ვიცი, ამის ახდან გადავიკითხე. ხო. ხო, და ნუ რა ვიცი. მაგრამ კი ბატონო, მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის. ნათელიკო გვიწერს არც სპექტაკლი მინახავს და არც ვიდეო, ამიტომ რთულია რაიმეს თქვა. იმას მაინც გეტყვით, რომ სულ გიყურებთ და ოჯახის წევრები ხართ. დიდი მადლობა ჩვენთვისაც. ანი შაიშმელაშვილი. ვეფხისტყაოსნის დადგმა არ დადგმით თუ ხალხის მხრიდან მიღება არ მიღების თემაზე ერთი კარგი ქართული სერიალი თესეა მახსენდება. ზურა ჯავახიას გმირი, გიორგი საცხოვრებლად. მოგითხო ზურა ჯავახიას? მოგითხო. გიორგი საცხოვრებლად ბებიასთან მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. თესეაში იგი გადაწყვეტს ბავშვობის ოცნება აისრულოს, გახდეს რეჟისორი და ადგილობრივ თეატრში ვეფხისტყაოსანი მიუზიკლის სახით დადგას. ეხ გამოხსენდა, ხო? ახალგაზრდა რეჟისორის იდეას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა და დაპირისპირება ხვდება საქმე ჩაკეტილი და სტერეოტიპული სისტემის წინააღმდეგ აჯანყებამდეც მიდის და საბოლოოდ თავისუფალი და საღი აზრი იმარჯვებს. გიორგი მიუზიკლს ტყეში ღია სივრცეში დგამს მთელი ქალაქის მონაწილეობით. აქ როსტევან სულ პატარა მგონი 6 თუ 7 წლის ბიჭი თამაშობს და სხვაც ბევრი ახლებური მიდგომაა. მაგრამ რაც სერიალის ფორმატში არსებულ მიუზიკლის სცენებში ჩანს, ყველაფერი საინტერესო, საოცრად შთამბეჭდავი და ორგანულია. რაც ამ ნაწარმოებს ძალიან გვაახლოვებს და გვაყვარებს, ისე როგორც უსაყვარლესი ესმა ბებია, ირმა გურიელის პერსონაჟი, რომელიც გიორგის ბავშვობაში ვეფხისტყაოსანზე ძილის წინ ესაუბრებოდა. მოკლედ, ეს არის ნიჭიერი ხალხის ნიჭიერად გაკეთებული კარგი პროდუქტი. ანუ ყველაფრის გაკეთება შეიძლება კარგადაც და ცუდადაც. რაც შეეხება სტურუას დადგმას, დასკვნა თქვენ გააკეთეთ ეს ამ ორი ვარიანტიდან რომელია. კარგი სპექტაკლის დადგმას ვინ უშლის, ისე ნებისმიერ პროფესიის ადამიანს უნდა შეძლოს დროულად წასვლაც. მით უფრო ცნობილს არის მეორე ვარიანტი, საზოგადოების ყურადღების გადატანა მთავარი პრობლემიდან რამე სპექტაკლზე. ასეა მოკლედ. თუმცა რაღა მოკლედ გრძლად გამომივიდა ბოდიში და წარმატებები. მადლობა ასეთი ვრცელი განხილვისთვის. ხო. კარგი შედარება იყო. კი, ეს პარალელი იყო. მართლა. ხო, უბრალოდ გავიმეორებ რა. სხვათა შორის ეგ სერიალი რო გამოვიდა, მე პირადად მაშინაც ბევრი კრიტიკა წავიკითხე მაგაზეც. ასე რომ გამოკრიტიკებელი არ დაილევა არც ამის და არც იმის. ანუ მე პირადად გეთანხმები თამაში, უბრალოდ ხო, ის რო წინ წამოიწია ეს თემა ზოგადად მაშინაც და ეხლაც ჩემი აზრით კარგია. კი. დანარჩენში გეთანხმებით. დოდო კრეატივ ამოჭრილი კადრები. დოდო 9 ესე ხო ვთქვათ ხოლმე. არა, ეს მომწონს ესე რო არ წერია და ესე ვკითხოთ. თან თვითონ თქვა რომ როგორც გინდათ ისე წაიკითხოთ. ამოჭრილი კადრებით ვერ შევაფასებ ჩემი ცხოვრებიდანაც კადრები. აუ ეს კომენტარი ისე მომეწონა. და ეხა ამოჭრილი კადრებით ვერ შევაფასებ ჩემი ცხოვრებიდანაც კადრები რომ ამოჭრან მონსტრი გამოვალ. არა და ძალიან საყვარლობა ვარ. ეგრეა ყველა ცხოვრებიდან შეიძლება რაღაც მოამოჭრა კონტექსტი. ჩემ თავზე ზუსტად რო წარმოვიდგინე, აი რაღაცებს რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ. ხანდახან მეგობრებთან. ეგ რო პროსტო კონტექსტიდან ამოიღო და რა სათხას დადო, ჩამქოლოს ვიღაცამ შეიძლება. კი. და ძალიან მომეწონა ეს კომენტარი. თელი ის მაგაზე დგას მედია ბიზნესი, პროპაგანდაზე და ნახევარ სიმართლეზე ამოჭრილი კადრებზე. და მაგით აი კიდე ერთხელ მართლა მინდა აი მე იმიტომ რომ მეც ამ სფეროში ვარ ხო და ვოკალისტებს ვამეცადინებდი და ოპერაში დავდიოდი და დავდივარ და მიყვარს ეს სფერო ძალიან და აი ხალხო არ არის სწორი და არ შეიძლება მაგის კეთება ესე ვიდეოზე გადაღება ჯერთი წერია იქ რომ ნუ გადაიღებთ ვიდეოებს და რაღაცა იქნება დაშვებული იყო ამ სპექტაკლს არ არსებობს ნუ ეგეთი რაღაცა რა და თუ კიდე მაინც ჩუმად იღებთ კინო სპეციალურად კრას შეინახეთ ის თქვენთვის რა არ შეიძლება ეგრე კეთება რა ვიცი შეიძლება ხო ვიღაცა არ მოგწონდეს ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი ვიღაცები არ მოგწონს რაღაცა მაგრამ ესე კონტექსტი გადავიღოთ დონ ჟუანი და დავუდოთ რაღაცა ამას ვლაპარაკობ და მე ტელეფონით როზე ხარ შენ თვითონ ოპერაში კი ხო
და თან აი ძალიან ახლო ხედით, ეგრე ხო არ უყურებ, ანუ სპექტაკლს რო უყურებ. აი ეს ხო არ უყურებ, არა? სტენდაპში არის ბევრი მასე ეგეთი პრაქტიკა ამერიკაში. რომ სტენდაპ ანუ დარბაზში რო შედიან ტელეფონს გატოვებინებენ. სწორია. და რაღაცა სპეციალური ესეთი ჩანთები რომელიც იკურება და იმაში დებ და მე მგონი გატანენ ტელეფონს ოღონდ გასაღები იმათ აქვს რა ანუ შენ თავი რა მოიღებ იქიდან რა. ხო. არის მოკლედ ბევრი უკვე ეს პრაქტიკა რომ ტელეფონის გარეშე. სწორია. იმიტომ იქაც შეიძლება სტენდაპში რაღაც ამოგიჟან ხუმრობა და ცალკე გავრცელონ რომელიც მანამდე ხუმრობების მერე სხვა კონტექსტი ქონდა და მოგეთ როგორც არის. ხო 1000 დეტალი არის ჯერ აი ვიზუალსაც რო დაუკვირდე ანუ აბსოლუტურად მესმის ვინცაც არ მოეწონათ რომ ეს შიშველი და რაღაცა და გამჭვირვალე კაბა და ის დეკოლტე და რაღაცა ანუ აი ბოლომდე რომ მიაზუმებ ესე და გადაუღებ ანუ სხვანაირი ვულგარული ჩანს და დარბაზში რო ზიხარ და ანუ უბრალოდ ჩემს ვარაუდს ვამბობ შეიძლება დარბაზიდან საერთოდ არ ჩანდა ეგეთი რა მართალია ჩემს აზრს ვამბობ არ ვამტკიცებ მაგრამ ეგრეა მოკლედ რა არ შეიძლება ტყუილად მაგის თქმა მინდა რომ ტყუილად არ არის რომ გეუბნებიან რომ არ გადაიღოთ კი ბატონო თუ ნახვა გინდა წადი და ნახე რა კი ვინც ეგ ქნა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა კიდე რა რომ იქ ვიდეოები გადაიღო და ესე გამოიტანა და ესე დააწყო მოკლედ ზაი გვიწევს არ მინახავს სრულად თუმცა ფრაგმენტები რაც ვნახე ცოტა არ იყო სასიამოვნო საყურებელი ვფიქრობ შვილს ვერ წაიყვან ისტორიული შედევრის სანახავად სცენებიდან გამომდინარე კი ბატონო გიორგი შუშაძე მაგ სპექტაკლში უფრო გასაბრაზებელი განათებაში დახარჯული ბიუჯეტის მილიონი იყო ვიდრე თინათინის ჩაცმულობა თან მაშინ როცა ამდენი ხანია ბავშვების წამლას ითხოვენ მშობლები პრიორიტეტები გასასწორებელი გვაქვს ერს ისე კი მიუხედავად იმისა რომ რაც ვნახე ძალიან არ მომეწონა ინფორმით გადმოსცა რეჟისორმა როგორც მას წარმოუდგენია და როგორც თვითონ ხედავს და ეგაა ხელოვნების მთელი მუღამიც რობერტ სტურუამ კი არა რა ვიცი სულ რომ რიდლი სკოტმა გადაიღოს დასაწუნებას ყველგან იპოვი კი ბატონო გეთანხმებით 100%-ით ამ კომენტარში ყველა ესე რიდლი სკოტმა შეიძლება ეგრე გადაიღოს კი არ პრეზულტონერ მაგრამ ისე მაგრამ ვინ გადაიღებდა ხო აქ განათებაში დახარჯული მილიონი ოღონდ მე როგორც ვიცი რა ესე გავრცელდა რომ ამ სპექტაკლს დაიხარჯა მაგრამ მოგონი ზოგადად თეატრისთვის იყიდეს მარტო ამ სპექტაკლისთვის არ იყიდნენ მილიონს არ დახარჯავდნენ ალბათ მაგრამ ის რომ ფული ბევრ რაღაცაში არასწორად იხარჯება და აქ რაც არის მოყვანილი ეგჯობდა ეგეც არის კი ყველა კომპონენტში ეთანხმებით ხო და რიდლი სკოტი კი არა ვინ უნდა გადაიღოს ჯეიმს კემერონი გადაიღებდა კარგად ჩემი აზრით მე ის მაგ სუბიექტური ხო მასშტაბი მასშტაბური იქნებოდა რა სიყვარული მაგ ჯეიმს კემერონის მიმართ და სპილბერგი არა არ მგონია როგორც რაღაც ათავ გადასავლო ფილმს ფლანაგანი გადაიღებდა კარგად ფლანაგანი მე ვფიქრე მაგრამ მაშინ რაღაცა ჰორორებს დაამატებდა და რა შუაშია ქაჯეთის ციხეში რომ მიდიოდა ხო ძალიან თავისუფლად შეიძლება კარგად გადაყება. აი ეს მე რაც მომწონს, ეხა მაგალითად ის რო აქვს ედგარ ალან პოს ყორანის მიხედვით რო აქვს გადაღებული აშერებზე. აი ეგ პერსონაჟებს მაგარს გააკეთებდა. ხო, ანუ ის კარგად წერს რა, ის გადაკეთებულიც და გათანამედროვებულიც ძალიან კარგად გამოსდის რა. აი ხა თუნდაც ეგ გათანამედროვებული რაც არის, ეს აშერები არის და იდეალურად არის რა. მილოშ ფორმანი? შეცვლიდა ბევრ რაღაცას. ხო. საქსი ჯოს გვიწევს. მილოშ ფორმასაც დაუწუნე. თან აქვია ძალიან ბევრი მაგარი ფილმი გადაღებული. კი, მაგრამ არა, მე ამ კონკრეტულად ვეფხის ტყავსნისთვის ვამბობ თორე ხა ჩემი დასაწუნე. საქსი ჯოს არ მინახავს, მაგრამ როგორც მოვლენას დადებითად ვაფასებ. ხარისხიანია თუ უხარისხო, მკრხელობაა თუ ქებადიდება, ფაქტია რომ ვიღაცაებს გაუჩნდა სურვილი ვეფხის ტყავსნის გადაკითხვის. ერთი კიდევ როგორც ბევრი მოვლენა, ესეც ლაკმუსი გამოდგა. ლანძღველების და მაქებრებიც ცოტათი უფრო მეტად შიშვდებიან და საკუთარ თავს ავლენენ. მართალია კი ბატონო. ზოგ პოსტში და კომენტარში არ აქვს უშვება რომელი მხრიდან აშკარად გამოსჭვის სიტყვა ვიგოდა. სიცილები მე ასე დავინახე და რა ვიცი წარმატებები. მადლობა და თქვენს გეთანხმებით. და ბოლო არის კახა აბაშიძე ხო? ხო. სიგიჟემდე მინდოდა გემის კაპიტანი ყოფილიყავი, საოცრად კარგად სწავლობდი, მომზადებოდი ამ ვაჟკაცური პროფესიისთვის, მაგრამ მშობლებმა მაიძულეს უარი მეთქვა ჩემს ოცნებას და გულნატკემა ყველაფერი მოვიძულე.
გეპი დავამთავრე და დიპლომის დაცვაზე არ მივედი, რაც ჩემს ფეხებად მინდოდა მექანიკოსად მუშაობა ქარხანაში. დღეს ევროპაში ვცხოვრობ, ტრეილერზე მუშაობ და მოგზაურობის ჟინს ვიკლავ. მოესაშვაში ამასთან. ეს არის მე მგონი წინა გადაცემის კომენტარი. შეიძლება რაღაც აირია. ხო. ან ხო. მადლობა და წარმატებები. ზოგადად კომენტარები? ხო. მოსკოვის პოდკასტში მგონია რომ ჯაფარა და ჯაფარას პოდკასტი თქოს მორიდებული უფრო. თონიკე ტატიშვილის კომენტარია. ალბათ ეგრეა კი. თონიკე ესეთი აქტიური მაყურებელია პოდკასტშიც და აქაც და შეთქვიეს ხოლმე კომენტარს. ეს ამ კომენტარს წავიკითხავ რა. ზვ ნიუ იორკ გვიწერს. Under Armour-ია ძვირიანი, ალბათ წილხვედრში, ბრწყალებში, თორემ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქციაა. ხო და ამაში ვერ გავიგე, ანუ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ იქ იაფი აქ ძვირი, ანუ რითი უნდა შეაფასო ხა თქვენ სიტყვაზე. არა, ხა მე Under Armour-ის საიტეზეც რომ მინახავს რაღაცას, და იქაც ძვირი არის, შეიძლება შარვალი 150 დოლარი ღირდეს სპორტული შარვალი და. ბოტასი თუნდაც რაღაცა $200-მდე რო არის ფასი, ახლა იაფი, არ ვიცი, ჩვენთვის ძვირია და. ხო. თქვენთვის არ ვიცი როგორ არის რა. აი Under Armour-ის საიტზე. ძვირია ახლა. ბოტასი. $250 ღირს რაღაც Under Armour-ის ბოტასი და რანაირად არის იაფი. ხო, არ ვიცი, ხა ესეც ძვირია იაფიაც ხო სუბიექტური ხო. არა, 70-იანიც არის აგერ. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ. მაგრამ არა 130-იანიც არის და 160-იანიც ბოტასი. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ესეც ხო სუბიექტურია რა, ხა ვიღაცისთვის შეიძლება იაფია და ხა. ხო, ანუ იაფიანები ძააქვთ, მაგრამ ნუ ეხლა მაგას ვაღიარებ Under Armour-ში. კარგი ფასდაკლებებია ხოლმე და ფასდაკლება და ნორმალურ ფასში შეიძლება ყიდვა, ხო და არ ვიცი მოხდა. ხო, აი ხა აი ამ ბოტას, ხო, მაგრამ იქ ხარისხები ხა. აი ამ ბოტას ეს ღირს 250. ხო. აი. Under Armour-ის საიტზე. და მეც დამაინტერესა, ხა გადავამოწმე აქ, თქვენ ხო ვიხდით ხოლმე ჯვრის რაღაცებში. და Under Armour ჯერ კიდე Steph Curry-ის რო გამოჩნდა წინა გადაცემაში რომ მოყვევი, იმის მერე რაღაცა Under Armour-ი გამომიწერია მეც და ვიცი ეს მაგითო ვიცოდი რა. კიო, თათული გვიწერს. ჯაფარ HD რესკარო ფასიანი გახდა, რამე ახალი რეკომენდაცია მოგვეცი სადვნახოთ ინგლისურად ფილმებიო და არა მაქვს ახალი რეკომენდაცია. ფასიანი გახდა Ultra HD-ის ზეგართ ანუ 180p შეგიძლია უყურო, მაგრამ 1080. ხო 1080 და იმის ზემოთ რო კონდათ კიდე ერთ ხარისხის აღარ არის და არ ვიცი მეც ვეძები რამდენიმე და ჯერ ვერ ვიპოვე. თუ რამეს ვნახავთ, კარგს გაგეკიდეთ. კი ბატონო, ვიტყვით. დანარჩენი ბევრი კომენტარი იყო, ხა კიდე ალბათ ერთ ნახევარსაათი მომდებით წაკითხვას ამების, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც დაგვიკომენტარა. ჩვენი რჩევის ბლოგში გავმეორდებით ისევ, ჩვენ ჩაცმულობაზე ვინც იზრუნა, გირჩევთ და დავთქის პროდუქციას, გადაავლეთ თვალი. პრომოკოდი მუსკულები. 20%-იანი ფასდაკლება მე უნდა. 20% არის პატარა საქმე. ხო თქვი შენ თავიდან. კიდე მე უნდა. მე თქვი და მაგას შევსვავ თუ. არა. მადლობა პატრონზე ჩვენს ხარდამჭერებს. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გეგმებზე ვისაუბრეთ პოდკასტის ასე ვთქვათ მასშტაბების გაზრდის. კი, კიდე ერთხელ ხარდამჭერების წყალობით ხდება. კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ესეთი ილუზია გქონდა, რომ ვერანდაზე რო დავიწყეთ ჩაწერა, რომ ესე გავაგრძელებდით, მაგრამ იმის მერე ახალი ზამთარი მოვიდა. ხო და ვეღარ გავაგრძელებთ, მაგრამ აუცილებლად თქვენი მხარდაჭერით გავზრდით ჩვენი ტექნიკის ამბებს და პირველი სტუმარიც მალე გვეყოლება წესით. Yes. ვინ იქნება? არ ვიცით. არ ვიცით. მოგეთ დიდი მადლობა. ნახვამდის. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. გამოიწერეთ არხი. მადლობა კიდევ ერთხელ. წავედით.